მოგესალმებით. თუ დაგვინახეთ და დარწმუნებული ვარ, რომ დაგვინახეთ, ქალების პოდკასტი დაბრუნდა და ცოტა ისე განახლებულად უფრო სწორედ განახლებული სივრციდან გიერთდებით, ასევე მყავს კეთილი სპონსორიც. ყველაფერი კარგად არის ჩვენ ცხოვრებაში და ლაგდა ჩვენი ცხოვრება მეგობრებო გილოცავთ. სივრცე 13 სტუმრობთ დღეს და ძალიან დიდი მადლობა მათ. ეს არის პოდკასტების და ტრენინგების სივრცე და სხვა ძალიან კარგი ადგილია, მე მომეწონა და ხშირი სტუმარი ვიქნები და ასევე ამ ეპიზოდის სპონსორი გახლავთ ბიბლუსი. ჩემი ძალიან საყვარელი ადგილი, დარწმუნებული ვარ თქვენიც და ეს ეპიზოდი არის ჩემთვის ძალიან საყვარელი უკვე, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანი მინდოდა რომ ისტუმრები, ვინც დღეს ყავს, ყოლოდა ეთერში. გამარჯობა დაო, რა თქმა უნდა, შენ მოგცემ საშუალება სტუმრების წარდგენის ტრადიციულად და შენ დიდი მადლობა ყველაფრისთვის. საღამოშტობის შენს დიდი მადლობა. პირველ რიგში შენი აი ამ რაღაცა ხალისიანი ბუნებისთვის, რომელთვის ყველაფერს ალამაზებ. სივრცე 13-ს მართლა ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი მასპინძლობისთვის, რაც შეეხება ჩვენ სტუმრებს, მათ დიდი ხანი ელოდნენ ჩვენი მაყურებლები და თუ უკვე ისინი კადრში ჩანან, ალბათ ასე ვთქვათ ის მოლოდინის სიხარულს ახლა ბევრი ჩვენგანი განიცდის, რომ ძალიან საინტერესო საუბარი გვექნება. რაზე უნდა ვისაუბროთ თუ არა ყოფიერებაზე მეს გარეშე, როცა სტუმრად ყავს ქალების პოდკასტში ალექსი გოგოლაძე და ალექსი ჯორჯიკია, ალექსანდრა ჯორჯიკია. რა შეიძლება მათზე თქვა? ჯორჯიკია ჩვენთან პირველად არ არის სტუმრად, ტრანსცენდენტული მედიტაციის მასწავლებელი და როგორი არის შენი ფორმატი? ასტროფსიქოლოგი. ხო, ასტროფსიქოლოგი. დამშვიდების ოსტატი დავამატოთ ამ რეგალიას. არა, დამშვიდების ოსტატის გარდა კიდე ძალიან საინტერესო მოსაუბრი არაჩვეულებრივ სალონის შეხვედრებს მართავს და ძალიან დიდი ცოდნის გამზიარებელი და ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი, მაგრამ მინდოდა მეთქვა, რომ ვედური ასტროლოგიის თემაში ძალიან ასე ვთქვათ, ღრმად გარკვეული, კარგი სპეციალისტი, რომელსაც დიდი რიგები უდგას და ძალიან საინტერესო ხედვა შეუძლია, ასე ვთქვათ, განავითაროს ადამიანისთვის თავის საკუთარი შეცნობის გზაზე. მინდოდა ამისთვის ხაზი გამოსვა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კითხვები იყო ხოლმე მაგასთან დაკავშირებითაც და ბევრ ადამიანებს მივეცით თქვენი კონტაქტი და საკომისიოს ველოდებით. მე არ ვსარველობ, მე ხო ის სარგებლობ ხოლმე ჩვენი სტუმრები და წეგან სანამ ჩვენ საუბრობთ მოვალთ. უკვე ჩავეწერე. ჩაეწერე ხო. რა შეეხება ალექსი გოგოლაძეს, ანუ აი რა შეიძლება მასზე თქვა, ყველაზე მოკლედ, ანუ რეგალიების ჩამოთვლას მე მგონი არ ვაპირებთ, ყველაზე მოკლედ ეს არის საოცარი პიროვნება, იმიტომ რომ რაღაცნაირად დღეს მასზე გვაქვს ასოციაცია, რომ ეს ადამიანი არის მეს გარეშე. და თუ ეს მართლა შესაძლებელი არის, რომ მეს გარეშე იყო და რაღაცა აი მთლიანობაში შენი მთელი სულიერი გამოცდილება იმდენად პრაქტიკული იყოს, რომ ესე ცხოვრობდე შენს ყოველდღიურობას, სწორედ ამას დავინახავთ. ასევე ძალიან საინტერესოა და მნიშვნელოვანი ამ ორი ადამიანის გადაკვეთის წერტილი, რაში ხედავენ საკუთარი მეგობრობის არსს, რაღაცნაირად თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი მისიას ასრულებენ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მედიტაციური რიტრიტები, ძალიან საინტერესო ღონისძიებები, მათი ერთობლივი აი ამ ხედვის წერტილებითა და ენერგიებით გაზავებული ტარდება ხოლმე და ძალიან ბევრი ადამიანი ასე ვთქვათ სწურია და საჭიროებს ამ ყველაფერს და ბიჭებიც უზიარებენ უშურველად. ალექსი გოგოლაძეზე კიდევ შეიძლება ვთქვათ, რომ ცოტა გაცვეთილი, მაგრამ მაინც ყველასთვის უფრო ნაცნობი სიტყვა ეგ იყო, რომ მისი ახსნა შესაძლებელი ყოფილიყო, რომ აი გასხიოს ერთ დღესაც გასხიოს და ესეც მაინტერესებს რა არის გასხიოს. მე მესმის რომ შენი თავმდაბლობა და მეს გარეშეობა გათქმევინებს რომ მე არ ვიცი ეგ რა არისო, მაგრამ ჩვენ პრაქტიკულად რომ დაგვანახო ეგ რა იქნება. ხო. არც ერთი სიტყვა, რომელსაც სახელი, არც ერთი სახელი იმას არ წარმოადგენს, რაც რეალობაში არის. აქედან გამომდინარე, იმიტომ ყველა სახელის უკან არც. ხო, მაგრამ ეხლა ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ რა მნიშვნელობებითაც გვაქვს სიტყვები დამახსოვრებული, ეგრე რაღაცნაირად ვიკომუნიციროთ. ხო, აი ჭიქა სახელია, მის უკან, აი ხელში იმიჯერა, შემიძლია დავინახო, შევეხო, ხო და აი გასხიოსნება სახელია, მის უკან არ ვიცი რა, თქვენ თუ იცით რა არის? შეგვიძლია. ვერ ხოდა, თუ ვერ ხედავ, ხო ვერ ისაუბრებ იმაზე. ყოველთვის საუბრობთ იმაზე, რასაც ხედავ. რატო ჩვენ სულს ვერ ვხედავთ, სიყვარულს ვერ ვხედავთ, სიკვდილს ვერ ვხედავთ, მაგრამ ძირითადი ცენტრალური თემებია ჩვენი საუბრის. ხო და რამდენად მე რეზულტატიანია, ანუ ეს საუბარი, იმიტომ ეგარ ძალიან ბევრი სიტყვას ვმარობთ ისეთ, რომ მე შინახს ვარს საერთოდ არ ვიცი. просто რა ბუმულად არო სიტყვას მეიმატოს ანუ საუბარი რო შედის ძალიან ბევრი სიტყვებია. კარგი, მაშინ იცი რა ვქნათ, მე ხარ ამ ხელა
სიტყვა გამიგრძელდა, რომ რამენერად ისედაც ჩვენი აუდიტორია ძალიან კარგად გიცნობთ, მაგრამ რამენერად მე თქვა თქვენზე ორი სიტყვა და სინამდვილეში უფრო საინტერესო იქნებოდა თქვენ თვითონ მითხრათ, ვინ ხარ შენ და ალექს, ვინ ხარ შენ? აი როგორ გინდათ რომ თავი წარადგინოთ? შეგრძნება ვართ. საერთოდ შეგრძნება არის ერთადერთი პირველი, რაც არის თავიდან არის შეგრძნება. ეს შეგრძნება მე აზრებად იფუთება, სახელი ენიჭება და მე ხდება საუბარი. აქედან გამომდინარე, მანამ ხმა გვესმის, აქედან ხო ვიბრაცია მოდის, აქედან ეხლა ხმა არ გამოდის. აქედან გამოდის ვიბრაცია, მოდის ყურთში რო შედის ვიბრაცია, ტალღა, იქ ფირფიტებია და იქ რო ხდება და მე ხმა. ანუ ხმა აქ რო საუბრდება, მათ გესმის თავში და აქ ვიბრაციებს. ანუ სანამ შენ სიტყვას გაიგონებ, როგორც ხმა ჯერ გრძნობ. ანუ შენ ხარ ვიბრაცია, ხო, ყველა, შენ ვინ, აქ ყველა შენ, მოდი თქვათ, რომ ყველაზე საუბარი. შენ ცალკე შენ ვერ იქნები. არა, მე მინდა რომ ის რა თქმა შენ რისი თქმასაც ვცდილობ, ეგ დავზიპო რა. ხო და აი ვინ შენ, აი აქ ზუსტად ამაზე ყოველთვის შენ, მე და აი აქ შენ მე ეს სიტყვები, საერთო სიტყვები, ეს მოსიტყვები ჩემი ხო არ არის. ალექს, გადმოგვითარგმნე ახლა. მიწიერ ენაზე, რას ნიშნავს, როდესაც ადამიანი აღწერს თავის თავს ესე რომ მე ჩემთვის ასოციაცია ცნობის დონეზე იყო, რომ ნიშნავს, რომ როგორც ენერგიას ეგრე. ჩემ თავის აღწერით ვერ აღწერ ჩემ თავს, ამ შემიძლია აღწერო ის რაც არ ვარ. აი ეგ შემიძლია ვთქვა და აი რა ვარ ეგ არავინ არ იცის რა ვინ არის. აი ვაცნობიერებ რომ ჭიქა. აი ჩვენ წყალიას ხიაში გავაცნობიერებ. და ეხლა რითიც ამას ვაცნობიერებ, იმას რომ ვაცნობიერებ. არა მაქვს სახელი, აი არ ვიცი. არ ჩან. თვითონ ვინც ამას აცნობიერებს ჭიქას, თვითონ არ ჩან. არ ჩან ვერც ეხები, არც გემო აქვს, არც სუნი აქვს, არა. სამაგიეროდ ეგ ყველაფერს აცნობიერებს, რასაც გემო აქვს, გემოებს. ის თვითონ დააგო და ეგ ხო ყველაა. სხეულს ვინ აცნობიერებს? ჩვენ სხეულს ვინ აცნობიერებს? თვითონ ჩვენგანი ვართ ცნობიერება, ხო? ერთი ხო და იმიტომ და შენ ახლა შენ არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ეგ არის ერთი, რომელიც აცნობიერებს პირველ რიგში ამ სხეულს, მე ამ სხეულიდან ყველაფერს რასაც ეხება. ანუ ხელსაწყოა, ცნობიერის ხელსაწყოა ეს სხეული, რომელიც აი თავის ქმნილებას აცნობიერებს გარემოს. სამყარომ როგორ უნდა გააცნობიეროს თავისთავი ადამიანის გარეშე, ვერა სამყარო ქმნის ადამიანს და ადამიანის მეშვეობით აცნობიერებს თავის თავს. ეგრე არა, რა იცი, აი რასაც გარემოს ხეს. აი წერტილი, რასაც ალექსი ამბობს, ხო ის არის, რომ ფაქტიურად იმდენად ყველაფერი ხარ და იმდენად არაფერი ხარ, რომ დანარჩენი ყველაფერი არის, ასე ვთქვათ, რაღაცა შექმნილი პირობითი რაღაცები, რაც მხოლოდ იმას ემსახურება, რომ შენ როგორ, ანუ რომელიღაც კონკრეტული სუბიექტები როგორ გააცნობიერებენ სამყაროს, ანუ ცნობიერებამ რომ შეიცნოს თავის თავი რა, რაღაც ეგეთი, მაგრამ იცი რა მაინტერესებს? აი მაგალითად ასტროლოგიის დისციპლინიდან ხო? ანუ თითქოს ადამიანებს რაღაცა სულიერი გამოცდილებები აქვს, თითქოს კიდე რაღაცის წაკითხვა შეიძლება, პიროვნებები, ისინიც აღარ არიან პიროვნებები, ხო? იმიტომ რომ მე დღეს ხატია ხოსროშვილი რო ვარ და უშუალოდ სხვა დროს ხატია ხოსროშვილი არ ვიყავი, მაგრამ რაღაც მომყვება. ანუ ეს ენერგია, რომელიც ცნობიერება არის ალბათ, როგორც ალექსი ამბობს, მაინც რაღაც ინდივიდუალიზმს კრიფავს? კი, შეგვიძლია ეგრეც ვთქვათ. ნახეთ როგორ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ მიკროკოსმი და მაკროკოსმი, ანუ ინდივიდი და სამყარო, ეს არის ერთი და იგივე, ოღონდ სხვადასხვა დონეზე არის, სხვადასხვა შეეზეა საუბარი. ეხლა აქ ვინც იჩემებს, რომ აი სიტყვას მე აღქმა ვისიც არის. ეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინდივიდუალურ დონეზე არის. და ინდივიდუალურ დონეზე ადამიანი აი ინკარნაციულ თვალსაზრისით რო შევხედოთ, აი იბადები, იზრდები, იცვლები და რაღაცას ხვეწავ, რაღაცას ძველს ასწორებ, ხო რაღაცა უნდა გაუშვა, რაღაცა უნდა შეიძინო და სულ რაღაცა ტრანსფორმაციის პროცესია. და ეს შევხედოთ როგორც ერთი სერია. და მე მეორე სერია, მესამე სერია, მეოთხე სერია და საბოლოო ჯამში რაც გადის ამ მოგზაურობას, აღმოსავლეთში ამას ეძახიან ჯივას. ანუ ჯივა ეს არის სული, რომელიც არის ინდივიდუალური სული, რომელიც იწყებს მოგზაურობას და ეს ერთი ინკარნაცია და მეორე ინკარნაციაში გადადის, მაგრამ ეს მისი გამოვლინება ინდივიდუალურ სხეულში არის მუდმივად განსხვავებული, მაგრამ აი ამ ცხოვრების უკან რაც არის, აი რასაც ჩვენ ასე რომ ვთქვათ, აი ხო ამბობენ, ხო არის ნათქვამი, რომ მწიფდება და რისთვისაც მწიფდება ეს ნაყოფი, ეს არის რეალურად აი სული, რომ იმ მდგომარეობამდე მივიდეს, რაც არის უზენაესი მდგომარეობა.
ანუ დაიწყო რაღაცა წერტილმა მოგზაურობა, შეგვიძლია პირობითი და ეს ყველაფერი პირობითი დახასიათებაა. წერტილმა დაიწყო მოგზაურობა და ეს მოგზაურობა დაამთავრა ისევ საკუთარ თავში და ოღონ უკვე წერტილი კი აღარ არის, მთლიანად სამყარო არის, რომ აღმოაჩინა, რომ აი ეს თვითონ ერთი წერტილი კი არ არის გამოყოფილი ყველაფრისგან, არამედ ყველაფრის მომცველი არის. და სანამ ეს წერტილი მანამდე არ მივა, მანამდე მუდმივად მიმდინარეობს ეს ტრანსფორმაციის პროცესი და როგორც აი ინდივიდუალურ ცხოვრებაში ვხედავთ, რომ მუდმივად ვიზრდებით, ვიცვლებით, სულ რაღაცა ხდება, ხო, უფრო მეტი ცნობიერება გვაქვს, ცოტა ინტელექტი უფრო მეტად მუშაობს, სულ რაღაც მუდმივი ტრანსფორმაციაა. ეს ახლა ცოტა ფართო მასშტაბით რო შევხედოთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინკარნაციებში სული, რასაც ჩვენ სულს ვეძახით, ერთი ინკარნაციიდან მეორე ინკარნაციამდე აი სრულყოფას გადის. საბოლოო ჯამში სანამ არ მივა იმ გამოვლინებამდე, საიდანაც დაიწყო ეს ყველაფერი და ეს არის უსასრულო სუფთა ცნობიერების მდგომარეობა. გასაგებია და არ უშლის ეგორი იდეა, ეგორი კონცეფცია ერთმანეთს ხელს, რომ თუ ჩემი როგორ კარგი მე არ არსებობს, მაგრამ თუ რაღაცა ყველაფერს დანიშნულება ხო აქვს, ხო ყველა ენერგია რაღაცისთვის არის, შეიძლება მიზანი არა, მაგრამ რაღაც თითქოს ფუნქცია მაინც სამყაროში აქვს, ხო და მოკლედ თუ კი ჩემი ფუნქცია შეცნობა არის და გაცნობიერება რაღაცათ ეგრე მილაგდება, არ ვიცი თუ სწორად მესმის. მე ამ პროცესში ხელს მიშლის ის, რომ მგონია, რომ დამატებითი ვიღაც ვარ, ვისაც ხელეწიფო, ვისაც თავის სტილი აქვს, ვისაც რაღაცა თავის გემოვნება, თვითონ უნდა გადაწყვიტოს როგორ შეიცნოს სამყარო და ასე შემდეგ. ეგ მიშლის ხელს, ხო? ეგ არის კარმა. კი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეგ არის კარმა, მაგრამ მაგის მიღმაც ხო ისედაც ხარ. მაგისგან განთავისუფლება არის გამოსავალი, ეგრე დავინახეთ? ანუ მაგისგან კი არა. მოკლედ მეს დათმობისგან თუ აი და თქვენ რაღაცა ხო დაგემართათ ის რაც მე არ მაქვს დამართული ჯერ. ესეთი რაღაცა არის, რომ აუცილებლად უნდა გაცნობიერდეს, რომ სხეული არ ხარ. აი ეგ გაცნობიერება თუ არ მოხდა, აი ვერანაირად არა. მანამ გონია რომ სხეული ხარ, მანამ ყოველთვის პრობლემა იქნება. იმიტომ მოყურე თავისუფლების სურვილი გაქვს, ის რაც ხარ, რა თქმა უნდა, თავისუფალია თავის ბუნებით და გაქვს ყოველთვის სურვილი. და რა კი გონია სხეული ხარ, სხეული ვერ იქნება თავისუფალი. სხეული დამოკიდებულია ჰაერზე, ქვეყანა რამეზე. ანუ თუ გონია რომ სხეული ხარ, შენ თავისუფლებას ვერასოდეს ვერ დაგემოვნე. ანუ значит რაღაც არის, რა თავისუფალი არის. ანუ აქედან გამომდინარე, რომ სხეული აღარა ხარ. ეგრე უნდა და ზუსტად ეგ არის საკა ზუსტად. ანდა საიდან აიღეთ რო ეგ სხეული? რამე თუ გაქვს მოღებული მონაწილეობა ეს სხეული რო არსებობს ახლა აკროზის. აი, სად მიიღე მონაწილეობა ეს სხეული გაჩნდა ამ ქვეყანად? ჭიქა, მაგიდა, ჭერი, თეთრი, ყვითელი, მწვანე, ყველა სიტყვა ხო უკვე იყო. რომ ხო ყველაფერი იყო. ფიქრები ხო ამ სახელებისგან შედგება. და რატო ფიქრობ, რომ შენ ფიქრობ? რატო ფიქრობ, რომ შენ ფიქრობ? შენი რა არის? ვაფშე არაფერი. ყველაფერი ხო უკვე იყო. სანტექნიკა, ელექტრიკა, რელიგია, ფილოსოფია, სულ ყველაფერი ხო უკვე იყო. ხო, არის ილუზიურია, რომ მამაჩემა და პაპაჩემა გააკეთეს? მამაჩემი, პაპაჩემი რა იყვნენ ადამიანები, ხო, იმათ ისინი იქმნიან, ანუ სამყარო თავისთავად მოქმედობს. სამყარო შექმნა ადამიანი ერთი დაიბადა, მეორე დაიბადა, მაგრამ შენთან რა შუაში, აქ ყველაფერი თავისთავად ხდება. სამყარო ძალიან ზურუნულყოფს თავის თავზე, რასაც ქმნის, თან ანუ ზურუნავს, ზურუნელია, რა ქვია მოგესა? ვიშნუია რა, ხო. რატო ხართ თქვენ ერთად? ერთად რატო ხართ? რა არის თქვენი ერთად ყოფნის არის? ზუსტად ეს სიმშვიდე, ის რასაც მე განიცდი ეს ველი, ზუსტად განიცდი სამველსა. ზუსტად ეს რასაც ამას ასე ტრანსცენდენტები არის ზუსტად ეს, ანუ ეს ერთია. და შენთან როგორ მოვიდა? ალექსმა ეძება, ძალიან საინტერესო გზა გაიარა ჩვენ უსმინეთ ამ ისტორიას, ძალიან დიდი ტრანსფორმაცია, გარდატეხა, ტკივილებზე გაიარა ამ ყველაფერმა და მე რაღაცა ეს სულიერი გაღვიძება მოხდა. შენთან როგორ მოხდა და ეხლა მესმის რითიც ცნობთ ერთმანეთს. ახო ეგეც მახსოვს რომ ზუსტად აღმოჩინა ალბათ ძალიან ბევრი რაღაც პრაქტიკოსი იყავი მანამდე თუ არა თუ ესე მოწმენდილცაზე დადგა ეს მდგომარეობა. ბავშვობიდანვე მაინტერესებს რელიგია, თითქმის ყველა რელიგია წაკითხული მაქვს ეს რაღაც ფილოსოფიის. რავი რაღაც აფორიზმები ისინი და რაღაც კრიშნა 1-2 წელიწადი ხაგავადგას. რავი რაღაცა გენი იყო, რავი არ ვიცი რა. საიდან
ეგრე ხდება და გადავდივდი ერთი პარალელურად ისეთ სამყაროც იყო ცოტა. მაგრამ ეს წერტილი ამ მდგომარეობის ეს გაწონასწორება, ეს მდგომარეობის დაჭერა, ყოველდღიურობა. სუგრძნობდი თურმე, მაგრამ აი სადღაც ჯერ მაშინ ხო ვერაცნობიერე და სადღაც ამ საქმიანობაში ვითომ რომ გონია შენაკეთებ, შენ გეგმავ და იქ რო იყო ეს ყურადღება გადა, იმიტომ ვერ ხვდებოდი. თუ ეს იყო, იმიტომ ეხლა გახსენება ხომ მოხდა რომ ამ მდგომარეობაში ბევრჯერ ყოფილი. და ისედაც ბევრი ადამიანი ამ მდგომარეობაში გამოშტერებას რო ეძახიან. 14-15 წლის ასაკში ხდება მეწილათა. იმიტომ მაგ დროს მანამდე ინფორმაცია გარედან აღებული რო იტვირთება, მე იქ რესტარტი, ამას ქვია რესტარტი. ამ დროს არ ფიქრობ. ხო, ბევრჯერ არც ფიქრობ და გეძახის და არც გესმის. და ხელშეულიჯი გამენდა. რაზე ფიქრობდი და არაფერზე და მართლა არაფერზე და მე უკვე აქ რაღაც წამოვა მე. აი ეგ არის ზუსტად ეგ მომენტი. ამ დროსაც გაჩერებული აქ კომენტატორი ჩუმად არის. როცა კომენტატორი ჩუმად არის აქ შიგნით და ყველაფერი კარგად თავისთავად ლაგდება. კომენტატორი. მაგრამ ნახე როგორი პარადოქსული არის რომ ამ ყველაფრის გასაგებად ისევ უნდა მომზადდეს, მიიღოს ინფორმაცია და ივარჯიშოს იმან, ვინც არის მთავარი ხელის შემშლელი, ანუ გონება, ხო? იმიტომ რომ ალბათ მგონია რომ მთელი ეკოსისტემა მანდ არის, ხო? იმიტომ რომ ეს ფიქრები, ეს მომავალში სირბილი, ეს იმის დაჩემება, რომ მე ვაკეთებ რამეს, ან მე ვარ დიდი ვინმე, ეს ყველაფერი ხო გონების პროდუქტები არის და მაგრამ თუ თვითონვე გონება, რომელიც არის ამ შეგრძნების, ამ ყოფიერების, ამ სინამდვილის ცხოვრების მტერი შობელიც თვითონვე არის, ანუ თუ გონებით არ მოხდა ამის გაცნობიერება, ეგრეთ რაღაცები არ არსებობს აქ. ну წინააღმდეგობა როგორ აღწეროთ ახლა ვიყენებთ რა რაღაცა მხატვრულ ფორმებს რომ აღწეროთ აი წინააღმდეგობასაც გონება უწევს და ასე ვთქვათ საშუალებასაც ხო თუ ნიადაგსაც გონება ქმნის რომ შემდეგ ადამიანი აი ამ როგორც სულმა იცხოვროს ესე მგონია სული არ არის სულს ერთადერთი რამე რომ ტრაგედია არ არსებობს ის რაც არის სიცოცხლე მარადიულია და არის ერთი ის არ იბადება და არ კვდება ანუ აქედან გამომდინარე სიცოცხლე რა კი არ კვდება ტრაგედია ვაფშე არ არსებობს ხო მაგრამ აქ ისეთნაირად არის მოწყობილი ისე გონია რა კი გონია ეს სხეული ვარ ჩვენ ეს სხეული მატერია ეს სხეული არსებობას განცდა სხეულამდეა უყურე არსებობის განცდა მანამდეა. ამ არსებობის განცდაში სხეული იბადება. და სხეული რო იბადება და გაიგივება სხეულთან ხდება, მე გონია რომ სხეული განიცდის არსებობას და სხეული ვაფშე არაფერს განიცდის. მატერია ვაფშე არაფერს განიცდის. ეს სხეული ეხლა არსებობა ხო განიცდის, სხეული რო არ იქნება არსებობის განცდა მაინც არის. ანუ შენში როგორც აი ამ სიცოცხლე შესხეული იბადება, იზრდება, ბერდება და მე კვდება სხეული კვდება და არც კვდება თანაბოლომდე სხეული ატომებიდან არის შექმნილი ატომებამდე იშლება მე ის ატომები ისე სხვა რაღაცა იწყობა და ანუ ძალიან ლამაზი რამეა როცა დამშვიდდები და უყურებ სამყაროს იცი რა ლამაზად არის აი ძალიან მართლა ლამაზად ეგრე აი რავი ვერაფერ შექმნის ადამიანი ეგეც არ როგორ თვითონ უკვე შექმნილი არის და ამ ყველაფერს თავარი ის ყველაფერთან ამ სიყვარულში ხდება. როცა შეფასება გარემოზე სამყაროზე ცხოვრებაზე არ ხდება, შეგრძნება, სიყვარული შეგრძნება და აი ზუსტად რო უყურებ ეს სიყვარული ეს რომ მოძრავ ქარი რო უბერა მჭიდები რო ჯიგჯიგებს, აი ეს ზუსტად ამ სიყვარულის გამოვლენა. იმიტომ ამ შეფასება მე ჩიტები ჯიგჯიგი და ეგა მე ხდება. სიყვარული უხილავი ენერგია და ვლინდება ესე უკვე ხილულად. მეტი კი არაფერი ეს უკვე всё, აი ბოლოა. მიხდი? და იმიტომ არადა ჩვენ აგრამ ხოლმე ყურადღებას ვაქცევთ ზედავართ გადაყოლი, არადა ესე იწვითება უკვე ეს უნდა გამოილიოს. ეს უნდა წავიდეს. თავარი აი აქ არის. თავარი ის კი არ არის რაზე საუბარი, აი რაში ხდება საუბარი და აკვირდი. აი ზუსტად აი ეს სულ ხარ. და იმაში იბადება სხეული და ყურადღებაობ და შიგნით ახარ. სხეული რო იბადება, თანაც სხეული შიგნით რა ლამაზია. ანათებს, სინათლე, ორი უჯრედი როცა ერთმანეთს ხვდება და ეჯახებიან სინათლეს და აი ზუსტად მათ ყურადღება ყავს სინათლეს იკავებს ის შენ რაც ხარ მარადიული აი ეს წყარო მარადნეტარებაში და შენ სინათლე და უკვე სინათლე იგნით ხარ და იმიტომ არის ამ სხეულთან ერთად ყურადღება იზრდება და იმიტომ არის გაიგივება რო ხდება რო გონია რომ სხეული ხარ აი მე გაშვება და აი აქ მე ზუსტად აი ეს გაჭირვებები ისინი ხდება და რაღაცნაირად აქ მე ნელა აი ეს დისტანცია ხდება მე შენ იმ
ცნობიერება და სხეულის შორისა დისტანცირება ხდება და მე ვიყავ ყოველთვის გასაგებია. ხო და ეს ქაოტური არსება სამყაროს რაში ჭირდება, რასაც ადამიანი დავარქვით? არა, არსება, რასაც ადამიანი დავარქვით, სამყაროს ჭირდება იმისთვის, რომ თავისთავად გააცნობიეროს? ხო არის ხა ადამიანი ქაოტურია, ადამიანი, აი ჩვენ როგორებიც ვართ, მაგის საჭიროება რატო დადგა? არ არის პრობლემა არანაირი, არც ხაოსი არ არის და არაფერი არ არის და ვაფშე არაფერი პრობლემა. პრობლემა ვის აქვს? აი აქ ვიღაც მე, ვინც აი შეფასებით აფუჭებს იმას, რაც არის. აი ხლა ეგ რაც, აი ეს მომენტი, აი მომენტის გარდა სხვა მომენტი არის. ვაფშე არ არის, ვერც მეორე მომენტი აი არ არსებობს, მხოლოდ ეს მომენტია. აი აქ ის რაც არის სიცოცხლე, აი აქ ვლინდება ეხლა ესე. აი ხლა და მე უკვე ეს თავისთავად ხდება. აი ეს მოძრაობა, ეს ყველაფერი რაც კი ერთდროულად სამყარო ერთდროულად მოძრაობს. მაგრამ მე მიდის, შემდგომ მიდის სახელების მინიჭება, იარლიკების და მე ისტორიები ზედაპირზე იწერება და ამისთვის ესა ვაფშე არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვაფშე რა საუბარიც ხდება. ეს ყოველთვის აქ და ახლა არის, ამას მეხსიერებაც არ აქვს. ეს უკან არის ყურება. ეს აქ და ახლა და აქ და ახლა აქ და ახლა ერთი წამი ნახე, იცი რა მაინტერესებს, აი მართლა ვერსად ვერ როგორ ქვია მაგას, ვერ სინქრონდება რა, იცი რომ აი წარმოგიდგენე სამყაროს ცნობიერებას მიპასუხე შენ. სჭირდება, კარგი სჭირდება შენ ენაზე არ სჭირდება, მაგრამ ანუ არ ვიცი ხონეთ როგორ გამოვხატო, ანუ საჭირო არის რომ გაცნობიერდეს და შეფასება არის ფორმა გაცნობიერების, ანუ თუ ცნობიერდება, მესმის შეგრძნების დონეზე შეიძლება ეს ყოფილი გაატარო და მე მეტი ჩრობს და ზედმეტ ის რაც შეფასებულია, იმას ხელმეორე შეფასებას უკეთებს და იმიტომ აფუჭებს. აი უყურე, არა, დააკვირდი, აი გეტყვი მე სუბტაფურცელი რო ხარ და რო იხედები ვინ იყურება, უყურე აქა სახელები რო არ დაარქვა ამას, რასაც ხედამ, აი დააკვირდი სახელები, ეს უკვე თვითონ შეფასებულია, თვითონ ეს განსხვავდება იმისგან, ეს ამისგან. აქა ის იმდენი სხვა ყველა წერტილი, აი ყველაფერი შეფასებულია უკვე. და აქ აი ზუსტად ეს არის ორიგინალი, ეს ენა. უყურე აქა სხვაობა რო ეს აქ მისგან განსხვავდება და ეს ამისგან და ყველაფერი ერთმანეთისგან განსხვავდება. ეს სხვაობა საუბრობს. აი ეს არის სამყაროს ენა, სამყარო თავისთავად საუბრობს თავის თავზე. ოღონდ სახელების გარეშე. სახელი უყურე და ჭიქა. აი მანამდე რო უყურებ, ეხლა ამაზე გინ ჭიქა დაარქვი, გინ ტრაქტორი, რა ნიშნული მაინც ეს არის, ხო? აქ დაახლა რო ხარ, აქ ფიქრებიც არ არის საჭირო, იმიტომ აქ რასაც არ გინდა, წითელსა ყვითელი რო დაარქვი, არ აქვს ნიშნულობა, მაინც იგივეა ის არის, რაც არის. და ყველაფერი ეგრეა. ანუ ყველაფერი ერთმანეთისგან განსხვავდება და ეგ სხვაობა სახელების გარეშეც ისედაც უკვე სხვაობაა. ანუ სამყარო თავისთავად უკვე გამოვლენილია ისეთი როგორიც აი მე უკვე სახელებს რო ენიჭება სახელები ამ სახელებს მე ვატრიალებ ყველა ინდივიდი ყველა თავის ინდივიდუალურ შეხედულო 10 მილიარდი ადამიანია სამყარო ერთი მოცემულობა მაგრამ 10 მილიარდის შეხედულობა ანუ სამყაროზე შეხედულობა ანუ ესეთია 10 მილიარდია მოვისმინე. იცი რა არის, მე შეგრძნებით გეთანხმები. უბრალოდ აი ეს ყოფილი პრაქტიკული იყოს, ბევრ ადამიანს შეეძლოს ესე ყოფიერებაში ყოფნა. იცი რა მიპასუხე? აი მიდის ეს სიტყვები ყოველ არა, წინააღმდეგობრივი აზრი მაქვს. ერთი წამი მომისმინე. შენ რო ალექსისთან შეხო იგრძენი, რომ შენ და ალექსის სულიერი მეგობრები იყავით, თუ რაც იყავით, ერთ სიხშირეზე იყავით, ეგრე რომ ვთქვა, არ უნდა მეგობრები და შეფასება და გარომანტიზირებულად. ანუ რაღაც საერთო გქონდათ და ერთ სივრცეში გინდათ ყოფნა. ეგ ხო იგრძენ. ეგ რომ არ თქვა შენ ტვინს შეფასებინა რომ ეს ჩემნაირი აი ეს მეჩინგი რო არ გაიკეთებინა თავისთავად არის შეფასება ახლა მე რატო შეფასებას როგორ აკეთებ როცა თავისთავად შეფასება ურთიერთობას გამარჯობა ერთად გავაკეთოთ რაღაც თავისთავად ფასდება აი ორი ადამიანი მე მედაშინე შეხვდი და ოპა იგძენი მე ვიგძენ უკვე თავისთავად ფასდება აქა მე ზედმეტია ამას კომენტირება და ამის სახელების მინიჭება მე აქ შეიძლება ამით გამაფუჭო მაგრამ აქტივს გონია რომ მაგას გონია და მაგესაც სუიტყვილება დააკვირდით ეს რო გატყვილებს ამაზე მაგარი მატყუარა არ არსებობს ამაზე მაგარი ვაჭარი ვაფშე არ არსებობს ხო ყველაფერს ყიდულობს ყველაფერს ყიდის რაღაცა უნდა გითხო ხო ესა ხო იცით ვინც არის ვიცით ვინც არის ერთადერთი ადამიანსა ტანჯვას რაც მოაქვს ადამიანისთვისაც ტანჯვა აი ერთადერთი რამეა მეტი არაფერი არა აი მხოლოდ ერთი რამე ფიქრები რო არა ტანჯვა სად არის არცად აქ და ახლა არ არის
სახელები რო არ არის, ფიქრები რო არის, შეფასება ხოვებს განსჯი. რატო? ტკივილი არსებობს? თუ ტკივილი ტკივილი, შეფასება. უყურე, ტკივილი რა არის? ტკივილი არსებობს და აუცილებელია. ტკივილი ცუდი არ არის მერე. ვინ თქვა მერე, ტკივილი არსებობს. ყველაფერი არსებობს, ვაფშე ყველაფერი არსებობს. რაც არის, სულ ყველაფერი არსებობს. ვაფშე ყველაფერი. ვერაფერს ვერ უარყოფ. რას უარყოფ? აბა თუ შენ რამეს იძახის, значит უკვე არის და ვეღარ უარყოფ იმასა. მაგრამ ამას უნდა რაც არ მოსწონს, ვაფშე არ არსებობდეს. მხოლოდ ის არსებობდეს, რაც მოსწონს. ეგრე არ გამოდის. კაი, რაღაცას გითხავთ. ჩვენ ხო ვამბობთ, რომ ჩვენი ყველაზე ამ ტანჯვის გამოწვევი არის გონება. მაგაზე ხო შევთანხმდით, გონება იწვევს რა მაგ ტანჯვებს ჩვენში. ხო და მაგის საჭიროება ხო დადგა იმის საჭიროება, რომ მაშინ ვიქნებოდით გონების გარეშე ყველა ესე გასხივოსებული ნეტარებაში. ხო და ეგ საჭიროება ტანჯვა, აი ამ ყველაფერს გონება კი არ იწვევს, უკვე შეფასება. ჩვენ რო აქ მოვედით ამ ქვეყნებთან და გვასწავლეს, ეს ცუდია, ეს კარგია. პროგრამა ეგეთი, ხო, რომ აი ეს მოვლენა რომ მოხდება, ცუდად უნდა განიცადო თავი, ეს მოვლენა რომ მოხდება, კარგად უნდა განიცადო თავი. რითი ხელმძღვანელობს ცხოვრება? იმის რაც მოგწეს, რაც გასწავლეს, ხო? ის ცუდი ეს კარგი და ეს უყურე ეს ცუდი და კარგი შენში რომ მოგწეს ზუსტად ორად რო გაიყო. აი ეს ამით რომ ხელმძღვანელობ, აი ეს ქმნის ამ პიროვნებას, მე იმას მიც თავი გგონია. არა და შენ საიდან იქნები კაცო, მოცემული ეს მოგწეს და ის რა შენი არ არის, ის ქმნის ვიღაცასა, მაგრამ შენ იმასთან მე იგივდები. შენი მხოლოდ ერთადერთი რამე არის, აი ეს ყოფიერება, აი ეს არსებობა, რომელიც ვაფშე მთელი სამყარო შენგან იკვებება, ანუ შენ ყურადღებას ითხოვს. ფიქრები რომ მოდიან თუ ყურადღებას არ აქცევ, ვაფშე ვერ ხორციელდება, ფიქრით სარიელა თავის ბუნებრივად. არანაირი დატვირთვა არა. ალექს, დაუმატე შენი შემფასებლის ხმა ეხა. შენ აძლევ, დაგიჭერს ყურადღება გჯერა. ემოცია რა დროს იხატება, როცა ფიქრების გჯერა, როცა ფიქრების არ გჯერა, ემოცია სად არის, არ არის. ყველა ეგეთი ადამიანი არ არსებობს. შეგრძნება სხვა და ემოცია სხვა. სიყვარული არსებობს, ყველა არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ერთი სიყვარული. სიყვარულმა რა იცის, მხოლოდ ყვარება. სიყვარულმა იცის, მხოლოდ ყვარება განიცდის. სიყვარულს განიცდის, მეტი არაფერს. აკა, ამ სიყვარულში ყველაც არის. ხო. და ვაფშე ყველაფერია. და ეს რო განიცდება ახლა, ფიქრი უყურე სანამ სიტყვას ვიტყვი, მანამ სიჩუმეა, ხო? სიტყვას რო ვამბობ, სიჩუმე მაინც არის. სიტყვა რო დამთავრდა, სიჩუმე მაინც არის, ხო? უყურე სიჩუმე არ მოდის, არ მიდის, არაფერი მოდის. სანამ საუბარს დავიწყებ, უყურე. ეხლა წამოვიდა, ეხლა საუბარ სიჩუმე მაინც არის. საუბარი მოჩუგული ის მაინც არის. ანუ ეს უყურე არ მოდის, არ მიდის და სულ არის. ესა იგრძნობა, აი. როცა საუბარი არ არის, უყურე. აი, ხედა, ხო შეგიძლია არ მისი უფლება რომ გახმოვანდეს. კი, შეგიძლია. მოდი, აბა ეხლა გავაჩირო და აქ ძალიან ბევრი რამეს აღმოაჩინ. მიხვდები რომ ვინ საუბრობს, არავინ საუბრობს. სიტყვა მოდის თავისთავად ხმოვანდება. და შენ რომ ასე რომ გჯერა, იმიტომ არის და მე საუბარი დგება. საუბრის უკან არ მინდგას, ვინც საუბრობს. არც მსმენელი თვითონ საუბრობს და თვითონ საუბარი ისმის. არც მეუსაუბრია და არც მსმენელი არ არსებობს. ვერ ხედავ. სხეულიდან მოდის, მაგრამ ვინ საუბრობს სხეულიდან? აი წეღანო თქვი, ვინაცნობიერებს ჯიქას, აი ეს არჩა. ალექს, ჯორჯიკია, რატო ეშინია გონებას მითხრას, აბა ალექსმა, რატო ეშინია გონებას? რატო ეშინია გონებას, რომ აღარ ექნება ფუნქცია, როცა აი ამის დამოღავება შეუძლია და მაინც ეშინია ეგოსა, გონებას არაფრის ეშინია. მე ეშინია, ეგოს ეშინია. იმიტომ რომ მაგისთვის არის დაქირავებული და მაგის საქმე ეგ არის. და ცოტა სხვა კუთხით რო შევხედოთ რა, ადამიანი რო იბადება, მას არა აქვს ჯერ გარჩევადობა რამის, ანუ ჩემი სხვისი ვერაფერს ვერ არჩევს, ჯერ არც აპარატი არ არის იმდენაზე ჩამოყალიბებული, რომ სრულყოფილად შეიგრძნოს სამყარო. მაგრამ ნელ-ნელა დროთა განმავლობაში, როდესაც აღქმა იზრდება, იწყება დაკვირვება და დაკვირვება რო იწყება, აი ამ არაფერში უცბად რაღაცა ჩნდება, რომელიც არის უკვე შენი. მაგალითად, შენი საკვები,
შენი სითბო, შენი წერტილი, აი წერტილი რო სუითრებ. ოღონდ რასაც ითრებ, რასაც ხედავ, შენი თავი გონია. ბავშვი რო დედას უყურებს, თავის თავი გონია. ჯერ არ არის ჯერა მე და შენ. მაგრამ აი წერტილი არის, აი სახქმა და აი სწორია. როდესაც გაჩნდა რაღაც რომელიც არის ჩემი და დავარქვი მე ჩემი, მაგალითად, თუნდაც საკვები ან სითბო ან ძილი ან რაღაცა ყურადღება და ეს მე ყურადღება მჭირდება, აი ეს რამდენი რაღაცა ჩემი გახდა და ჩემი სახელი დავარქვი და ეს ჩემი დროთა განმავლობაში გაიზარდა, ამ ჩემებს სჭირდება რაღაცა მართველი სისტემა, რომელიც მე ამ ყველაფერს მოაწესრიგებს და აი ეს რაც მე რასაც დავარქვი ჩემი და დავიჯერე რომ ეს ჩემია და ეს ჩემია, ეს ყველაფერი რომ მე მართოს ავტომატურად, ამას სჭირდება რაღაც სისტემა და რომელსაც გვეძახით ჩვენ ეგოს. რეალურად ეგო არის ჩვენი თავდაცვის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ერთს და ეს არის უსაფრთხოება. ანუ იმიტომ რომ ჩემი იყოს დაცული, აი დედა არის ჩემი, სითბო არის ჩემი, ეს ჩემია და ეს ჩემი რაც არის უნდა გამოვყო სხვა სამყაროდან და ეს მე უნდა დავიცვა, აი ამის დასაცავად არის დაქირავებული. ანუ წარმოიდგინე რომ შენ გქონდეს კომპანია და დაიქირავო დირექტორი, რომელიც უზრუნველყოფს მენეჯმენტს შენი კომპანიის, მაგრამ ეს დირექტორი ისეთი ნაგლი იყოს, რომ მოახდეს მთლიან კომპანიას და შენ საერთოდ გვერდზე დაგტოვოს. აი დაახლოებით ეგრე ხდება, იმიტომ რომ მე ნელა ინტელექტი რვაზე მოდის, ეს ყველაფერი იმდენად დალაგებულია და იმდენად თავისთავად და ბუნებრივად ხდება, რომ იმან რაც ჩვენ დავიქირავეთ თავის დროზე ამოიჩენა, რომ ვარ მე. და ეს მე არის ის, რომელიც რეალურად გვჭირდება ჩვენ ამ ყველაფერში, ეს ამის მენეჯმენტი რო გააკეთოს, უბრალოდ რომ მატერიალურ სამყაროში გადარჩი, ადეკვატური რო იყოს, ყველაფერი გჭირდება, მაგრამ რაღაც მომენტში მე ხვდები, რომ მარტო ეს არ არის. ეს არის იდეალური მენეჯმენტი, ძალიან კარგი თავდაცვის სისტემა, იდეალური უსაფრთხოების სისტემა, ავტომატური მექანიზმი, რომელსაც ჩვენ ვეძახით აი ამ მეს ან რაღაცა გონებას ან თუნდაც ეგოს, რომელიც აი როგორც ალექსი იძახე, სულ რომ მიუშვა თავისთავად იცხოვრებს, ანუ თავისთავად მოხდება ეს ყველაფერი და აი ამ მომენტში შენ სად ახარ? ან ვინ ახარ შენ? შენ ახარ ის, ვინც თავის დროზე ეს დაიქირავა და ამას მიანდო და თან ამაში ჩაეძინა. მაგრამ ზუსტად გამოგვიძება ბჭყალებში, ზუსტად მაგას ნიშნავს, რომ რეალურად აზე მოდიხარ, რომ აი ეს რაც ხდება და ვინც შენ გეგონო რომ იყავი, საერთოდ არ ახარ. და ეხა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ადამიანის თავარი შიში რაც არის, რომ ანუ ამან ამ გენერირებაში საერთოდ არ გაგვცდეს და ჩვენი კონტროლის ფარგლებს არ გაცდეს. იმიტომ რომ მე მგონი გამოცდილებაში გვაქვს უკვე ერთხელ რომ საკუთარმა გონებამ მაგარი კვაცია. საკუთარი ეკოსისტემა. ეს არის ინტელექტი, რომელიც ამ ყველაფერს იჩემებს, ანუ რაღაცა სისტემა ჭირდება ამ ყველაფერს რომ მოაწესრიგოს და თელი პარადოქსი ის არის, რომ ეს არის დასაზღვრული სისტემა და რაც არ უნდა განვითარებული იყოს ადამიანის ტვინი, რაც არ უნდა განვითარებული იყოს ადამიანი, მისი საზღვრები სადღაც მთავრდება. და ჩვენ ახლა ვცდილობთ ვისაუბროთ ისეთ რაღაცებზე, რომელსაც საზღვარი არ გააჩნია. ანუ ნებისმიერი ცდელობა იმისი, რომ უსაზღვრო დასაზღვრო უკვე თავის საწყისშივე არასწორი არის. ჩვენ შეგვიძლია იმის უბრალოდ რაღაცა შეგრძნების დონეზე ერთმანეთს გაუზიაროთ, თუნდაც რაღაცა მცირედი, მაგრამ რეალურად ეგ ინტელექტით ვერ მოხდება. თუმცა ინტელექტის გარეშეც ვერ მოხდება. ეს მდგომარეობა, რაც არის რეალურად, რაც ალექსი აღწერს, ხდება უცებად ინტელექტის მიღმა, მაგრამ აუცილებლად ინტელექტით. ანუ ბოლოს სვლას აკეთებს ინტელექტი. ანუ ინტელექტი უნდა მიხვდეს, ფარხმალი უნდა დაყაროს და უნდა აღიაროს რეალურად ის მდგომარეობა, რაც არის უფრო მასზე მაღალი და მასზე უზენაესი და ეს არის უკვე კოსმიური ინტელექტი, რომელიც საერთოდ ყველაფერს მართავს, არა მარტო ერთ სხეულს ან ერთ ინდივიდს, არამედ მთელ სამყაროს. და ტრანსფორმაცია განვითარება ზუსტად მაგას გულისხმობს, რომ ერთი წერტილიდან, ინდივიდიდან დაწყებული განვითარება, რომელიც მიდის ცნობიერება, გაცნობიერება, ანუ ცნობიერების ზრდა, მიდის უკვე კოსმიურობამდე. ანუ ეგო, რომელიც ჩვენ დავიქირავთ თავის დროზე იმისთვის, რომ ეს ელემენტარული მენეჯმენტი გაეკეთებინა, ეს იგივე კი არ ხდება, ან კი არ ქრება, ან რაღაცა კი არ მოზდის, კი არ უნდა გაუგუდოთ. არამედ ეს ვითარდება, იზრდება, იცვლება, ტრანსფორმირებს ხო და თვითონ აღმოაჩენს, რომ რეალურად თვითონ არის საერთოდ ყველაფერი. ის მცირე გამოვლინებაში კი არა, არამედ უსაზღვრო გამოვლინებაში. უბრალოდ საზღვარი ქრება ინდივიდსა და სამყაროს შორის. ალექს, შეგრძნებაში ეგეთი ფრაქტალურია სამყარო? როგორც ახლა ალექსმა აღწერა მთლიანობაში ეს სისტემიდან სისტემა და განვითარება, გაფართოება. ესე იგი, გაფართოებაში არის სუნთქვა და ჰაერი და სინამდვილე რა. და როცა ვიწროდება და დაზიპა უნდა და ჩატენვა უნდა რაღაცას, რაღაცის რაღაცაში, მან რაღაცა ხდება მე ერთდროულად უყურე. ერთდროულად ხდება. ყველაფერი არის ერთდროულად აქ და ახლა
გააქტიურებული, ყველა სიხშირე ლაპარაკობენ ხოლმე 3, 5, 6, 7, ყველაფერი ერთდროულად არის გააქტიურებული. არ არის ეგრე ეტაპობრივად აქედან გადადიხარ მე იქიდან. ერთდროულად არის გააქტიურებული. უბრალოდ ამის აღმოჩენა არის უკვე სრულყოფილი მდგომარეობა. ეს უკვე ყურადღების ცვლა. ერთიანად, მთლიანად, ანუ ფართო, ანუ ეს ცნობიერი აქ არ არის ვიღაც, ვინც აი რაღაც ჭიქას გამოეკიდა და რაღაც კონკრეტულ რელიგიაში ჩარჩა. იმიტომ აქ წდომა უყურე თავისთავად ბუნებრივია. უყურე მოდიხარ ამ სამყაროში და ყველაფერი უკვე არის და ყველაფერთან წდომა გაქვს. თუ არსებობს 1, 2, 3, 4 ხო უყურე და მე ვირჩევ ერთსა და всё აი ეს არის კარგი დანარჩენი. ეს დანარჩენი ვერსად მიდის, მაინც ჩემში შევა და მე ვწვალ, ისევ ეს მოწვალ. აქ ვარ თქვა ქრისტიანი, მაგრამ სულ ყოველთვის მაწვალებს ბუდიზმი, მუსულმანობა და ისა, იმიტომ რომ ესენი არსად მიდის, მაინც არის. კი უარყოფ, მაგრამ არსად მიდის. აქედან გამომდინარე, მოდი გაჩვენდი, ანუ რა კიცდომა ყველაფერთან, ან ყველაფერი ხარ, შენ ან არაფერი. ან ყველაფერი ისევ დასტოვ, იმიტომ რომ შენ აქ ისედაც არაფერი არ. შენ თავიდან შენი არსი არის თავისუფალია. სიყვარული ხარ და ვაფშე მიხდი აი ეს ცალკე აი ყურადღებას არ გადმოდის აი აქედან ამ ნეტარები ყურადღება უნდა გადმოვიდეს აქ ანუ ინფორმაციული ველში ეს ყველაფერი არის ინფორმაციული ყურადღება შემოდის მატრიცაში ინფორმაციული ველი ეგ არის ყველანაირი რელიგიები ყველანაირი ფილოსოფია ყველანაირი ცოდნა ისა და აი ყურადღება დაბოდიალობს ამ ცოდნაში და აქედან გამომდინარე აქ ზუსტად ის ცოდნა არის რომელიც უკან მერე გასწავლის უკან გამოხდეთ ისევ წყაროა ანუ აქა სხეული რო გაჩნდა და შენ სპონტანურად სხეული შენში აღმოჩნდა რა კი შენში სხეული აღმოჩნდა შენ სიცოცხლე ხარ შენ უყեղებულობ მასზე ზრუნო ანუ შენ ამასა ეს სხეული მოხდა ჩემში და გინდა არ მინდა ამას ვაცოცხლებ მაგრამ დროთა განმავლობაში ამასა შევჭამ გამოვლე მე და რო აღარ დამჭირდება მე ვაცოლებ შენ ხო ძალიან ბევრი რელიგიური ასე ვთქვათ სიუჟეტები იცი ხო იმიტომ რომ ხო და ყველამა შენ არ იცი ვინ არ იცის გაახილეთ უყურე დილით რომ გაიგო თანა უყურე რომ მოდიხარ როგორც ყურადღება ამ ქვეყანათ რომ შემოდიხარ უყურე ბიბლია თავიდან ბოლომდე უკვე დაწერილია უკვე გაცნობიერებულია იგივე ფხაგავად გიტა იგივე ყორან რაც არ გინდა მოიტანო თავიდან ბოლომდე უკვე გაცნობიერებულია დაწყებულია და დასრულებულია ახალს აქ ვერავინ ვერასოდეს ვერაფერს ვერ მოიგონებს ეს კორია მეც რა მაინტერესებს ეს რელიგიური სწავლებები ხო საკმაოდ ძველია ხო თითოეული მათგანი ხო და ყველა ზუსტად აქამდე მოყავს პრაქტიკად თემის პრაქტიკა რასაკეთებს მოყავს შენ არსთან აქ და ახლა არა და აქ და ახლა ხო ისედაც ახარ მოყავ ხარ კი როგორ კი მაგასაც ყველას აქ და ახლა მოყავს აი ზუსტად გულში და სიყვარულში მოყავ ხარ და ყველა რელიგია ეგ არის ღმერთის სიყვარულია და სიყვარული აი ერთი ის არის საინტერესო მანდის არის რომ რელიგია თუ ნებისმიერი ტექნიკა ერთი და იგივე საკეთებს ყველა და ეს არის არსთან დაბრუნება და აი მაგალითად კითხვა რო ქონდა რომ აი რა როგორ მეგობრობთ ან რა არის თქვენში რეზონანსი ზუსტად აქ მოხდა რეზონანსი რომ ალექსის აი ეს მდგომარეობა რა მდგომარეობაც თვითონ აღმოჩნდა ამ მდგომარეობაში და აი ამ მდგომარეობიდან რომ საუბრობს და ამას განიცდის ამას ვერავინ ვერ განიცდის ვინც მარტო ამის განცდა შეუძლია იმას ვინც თვითონ უგრძნია ეგ მდგომარეობა ანუ ვისაც ეგ გამოცდილება არა აქვს აი ხა ჩვენ რომ საუბრობდეთ ალუბალზე და თუ არა გასინჯული და არ დაგემოვნებული ალუბალი არ იცი რა არის და როდესაც აი რა შევყევით საუბარს ახლა რაღაც გავირთე რომ ერთმანეთს რომ გავიცანით და საუბარიც არ იყო დიდად უფრო ენერგეტიკული აი ეს არის ენერგია და ეს ალექსი ყოველთვის მიუთითებს აი ამაზე შეგრძნებაზე ეს არის მთავარი იმიტომ აქ ამ შეგრძნებაში მოდის მე ფიქრები აზრები ურთიერთობები მასალა მაგრამ ადამიანი მაგდომარეობამდე რომ მივიდეს სჭირდება რაღაც დონეზე ტექნიკა ხო რო აქ ხო აი ეგ შეიძლება აღმოჩნდეს მაგდომარეობაში და დაიჭირო და გეყოს მაგის ენერგია და შნოც რო ეგ მდგომარეობა არ დაკარგო მაგრამ რაღაც მდგომარეობაში აი 99% გჭირდება ტექნიკა და ეგ ტექნიკა შეიძლება იყოს რელიგია ან ნებისმიერი გზა ხო ანუ არა აქვს მნიშვნელობა თვითშემეცნების ნებისმიერი ტექნიკა რომელიც შენ მოგცემს საშუალებას რომ ღმერთი ამ სამყაროს საკუთარ თავში აღმოაჩინო რომ რეალურად ეგრეა ლოცვაც ეგრე გულში უნდა ჩახვიდიო და როგორ დამშვიდება მე საუბარს ეწყებს ანუ აი შეგრძნებით და შეგრძნება მართლა საუბრობს ეგ ყველა ვერ მოდი ესეც რაღაც თავისინა ხო მოახერხეთ ეგ ალექს ანუ მოგეთ სწორად არ ვიცი როგორ ჩამოვაყალიბო მოგეთ მაგას ხო ყველა ვერ მოახერხეთ
მოახერხებს თქო. ყველას შეუძლია. შეუძლია, მაგრამ ყველა ვერ მოახერხებს. ყველა მოახერხებს, ვინც მოინდომებს. არ მოინდომებს ყველა. მაშინ ძალით არაფერი არ ხდება. არა, მე სხვაობ. ეგ რანაირი კანონზომიერებაა თქო. რატო მოინდომე შენ და ალექსმა და ყველა რატო არ მოინდომებს? გაგცემი, ზუსტად ყურადღება რომელიც შემოდის აქ და ამ ინფორმაციაში შედის და მარწყს დააგემოვნებს, აი ატამს დააგემოვნებს. ეს ყურადღება წყარო ავიწყდება და უკვე აქ იმდენად ჭვიალა და მრავალფეროვანია რომ მთელი ინტერესი აქ იზიდავს და მანამ ყველაფერს არ შემოივლის და მე ბოლოს ყველაფერი არ მობეზრდება, ხო და აი რო გაჩერდება, აი მე უკვე ხო და ეგ შეიძლება ერთ რეინკარნაციაში ვერ მოესწროს ეგ ამბავი. შეიძლება უეჭველი ვერ მოესწრება. კაი, მე ეგეთ რაღაცას ვიკითხავ აუცილებლად რა რეინკარნაციას რატომაც შევეხეთ. ყველა ერთიც მივიტყვი და ყველა ცოდნა უნდა გაიაროს ყურადღება ანუ შენ ყველა უნდა და ბოლოს კიდე მიხვდები რომ არც ვაფშე საჭირო არა. ყველა ცოდნა უნდა დატოვო. ბოლოს ის ცოდნა ამ ცოდნაზე რომ არ საჭიროებს, მაგრამ თუ არ გაიარე ხო ვერ მიხვდები. და თანამ ცოდნის გავლეშიც ამ იმეებში გამოცდილებები ცხოვრება ეგ არ მეტი კი არა. ცხოვრება ხო გამოცდილება. აი აქ დაახლა პროცესია ცხოვრება. თორე ზემოდან რა იარლიცადებენ ეგ არა. მაგას არ ვიშველო. კი. მოკლედ რეინკარნაციის, მოკლედ არის ადამიანის ნაწილი, ვისაც ჯერა, ვისაც არ ჯერა, რა მნიშვნელობა აქვს? მე მჯერა და მყავს ერთი სკეპტიკი მეგობარი, რომელიც ეგეთ რამეს მეუბნება, რომ მე ვერ ვიგებ შენ ისიქ ჯერა, ანუ შენ ეპოტინები იმას, ვიღაც ადამიანები ვინ ძალიან გიყვარდა და დღეს აღარ არიან მატერიაში და ნუ დაგვტოვეს, გინდა რომ როდესმე შეხვდე და მაგითო გჯერა. არ არის ეგ სიმართლე, მე სხვა რაღაცის გამომჯერა, მაგრამ მეუბნება რომ როგორ დაგიჯერო რომ არსებობს რამე ეგეთი, როცა თუ მე ცნობიერებით ვიცი რომ შენ დღეს ხარ ალექსი, ანუ მე როცა მომართა სულ რომ შენ ხარ სოფო, ჩემი მეგობარი ხარ, მიყვარ ხარ, თუ ეს აღარ მექნება, მაშინ რა აზრი ექნება მაგ ჩემი სულის მოგზაურობას, მოკლედ რა. და ეგ ერთი და ორი ადამიანისგან არ გამიგია, ძალიან ბევრისგან გავიგე და ეგ არის ის რომ ეპოტინები იმას, რაც დღეს მაქვს თუ მოკლედ ამ ადამიანებს არ ჯერათ და ვერ მიდიან იქამდე, იმიტომ რომ ვერ წარმოუდგენია რომ მე თუ დღეს სოფო გორდაძე დამარქვეს და ეგრე მქვია, ხვალ თუ ეგ არ მეწოდინება, ესე იგი რეინკარნაცია არც მოხდა, ანუ არაფერი არ შეიცვალა. უბრალოდ ყველაფერი შეიცვალა, ისე რომ მე არაფერი არ უნდა მახსოვდეს. ვერ გავიგე. ანუ დაუნახე. მეუბნება ეგეთ რამეს, რომ თუ მეც არ ვიცი, მოვკვდი და თავიდან უნდა მოვიდე დედამიწაზე, სხვა მატერიაში, ან კაცში, ან ქალში. მაგრამ მე არც ის ვიცი, ვინ ვიყავი, არც რა გზა გავიარე, არ მახსოვს არაფერი, არც ჩემი შვილი ვინ იყო, არ ვიცი, რომ მიყვარდა და მომიკვდა და თავიდან რომ ხო, არა, ეს ემპირიული პროცესი არ არის, რომ ეხა ადრე ეს რო ალექსი იყო, ალექს ახსოვდეს ეს და მისი მიღწევა. საერთოდ მეს ფაზის და მეს ზონის გარეშე არის, ანუ ეს ემპირიულობა არ ჭირდება, რომ ეს ჩემი მონაპოვარია, მე უნდა მახსოვდეს, მე რა სულიერი გამოცდილებით მოვედი. ანუ ცნობიერებაში უნდა გაცნობიერდეს სამყარო იქ ხარ. მე და შენ არ ვარსებობ ვარ. ხო და ყველა მედროებითია. რა თქმა უნდა. ხო და ყველა მედროებითი უნდა იყოს. მანამ სანამ არ გამტრიალდები, ანუ სანამ არ გავხდები, სრულყოფილება კი არა, მოიცადე. მანამ არ დამშვიდდები, ერთადერთ უნდა დამშვიდე. შენი არცი არის სიმშვიდე, ტოტალური სიმშვიდეა. всё, ვინ მოდის, ვინ მიდის, ჯერ დამშვიდე, მერე დაინახა. სამყარო ყოველთვის შენშია, ყველა ვინც მოდის და მიდის, შენში მოდის და შენში მიდის. შენ ცნობიერი ხარ, რომელიც არიბადება და სულ არის. და ცნობიერშია მთელი სამყარო და მთელი ცხოვრება. ანუ შენში ხდება მთელი ეს ტრიალი, მაგრამ ეს რასაც ამბობ ინკარნაცია, რასაც და ეგ უბრალოდ გადადის ინფორმაცია. ის ზუსტად სული, რომელიც ინფორმაცია იმან თუ არ ამოწურა და არ იმასაქნა აი ყველაფერი, მანამ ვერ ისვენებს. კი, მეხსიერება ნარჩუნდება, ხო, ეგრე არის საყვარელი. ხო და აქ არ უნდა გამოვტოვოთ, რომ შენ თვითონ წყაროც ხარ და ის ყურადღებაც, რომელიც შენგან გამოსულია და რომელიც აი ამ მატრიცაში მოგზაურობს. ეს თაის არ დაკარგოთ, ეს არის მთავარი. ამას არაფერი მოსდის ამ სამყარო. იცი რა არის? ანუ 64-ის ცხოვრებას აღწერ და ეს შინაგანი 64-ს არის და გარეთაც ალბათ ეგრე ლაგდება. უბრალოდ აი კიდე ერთი რაღაცა დავაზუსტოთ. მაგალითად მე თუ მე რაღაც ტექსტზე ვმუშაობ ხა იქ და მთელი ცენტრალური იდეა ის არის, რომ აი მოკვდი ყოველ დღე რომ იცხოვრო სინამდვილე რა. და მგონია რომ ანუ მეხმიანება ყველაფერი რასაც ვისმენ და მგონია რომ ვცდილობ მაგ იდეის თავისებურად, ანუ ჩემი ინტერპრეტაციით გაჟღერებას, ნუ ჩემი გამოცდილებით სადამდეც ყოფნის და მაგრამ ნახე აი სულ ისი
რაც არ მევსება ხოლმე ყოველთვის არის ესეთი რამე რომ მართლა რომ შევძლო ეს ანუ რამდენად პრაქტიკული არის რომ აი ესე ყოველდღიურად ვცხოვრობდე და მაგალითად გუში რომ შენ მაწყენინე შოროწყობა მომაყენე წამართვი და ალექსი მეტყვის რომ ეს შენს ფიქრებში მოხდა ამაზე ესე არ იფიქრო და ისევ სუფთაფურცლიდან დაიწყე ხვალ ურთიერთობა იმიტომ რომ ტკივილი შენს ფიქრებს მაქვს რეალურ გამოცდილებაში რეალურად ანუ სამყარო ზოგჯერ ძალიან არაკეთილგანწყობილი არის ხო ერთმანეთის მიმართ ადამიანების სამყაროში და აი ამ მდგომარეობაში მართლაც ის უსაფრთხოების სისტემა მთლიანად მორღვეული მეჩვენება და რაღა მიცავს რომ მე თუნდაც ამის განსაზღვრება შევძლო რომ ხვალ ისევ სუფთაფურცლიდან არ ვუღიმო და იმას ვინც გუშინ ჩემი რეალური მტერი იყო სიმშვიდე გიცავს შენ რო იქა გაქურდეს და გცემეს და იმას ე ზუსტად ისე რასაც თესამ იმას და რო დამშვიდები იყო ცუც აღარ დათესამ და არავინ მოვა და აღარავინ წამო შენ მარტო სადე და არავინ აღარაფერს მოგპარამს კაცო დამშვიდი ზუსტად იმიტომ მოგპარეს რომ რაღაცა გააკეთე ერთადერთი თუ არ დამშვიდდით ვაფშე არა ყველაფერი ისევ აიღრარეულოთ კიდე გეუბნები მანამ გონია რომ შეეული ხარ მანამ ხო რა თქმა უნდა აბა მამინიცეს მე რო რაღაცას ამპარავენ იმიტომ იმაზე ფიქრობ ეხლა მომპარავენ ჩავიდო ისა და ანუ სულ იმაზე ფიქრობ რომ მომპარავენ და შანსი არ არსებობს რომ არ მომპარო და ყოველთვის ეგრეა დააწყიკინებს ვიღაცა და უი всё ავად გავხდი და შენც აწყი და всё და აყევი ამას აი ეგრეა ანუ დაჯერება პლაცებოსის სამყარო მთლიანად არსებობს და მოქმედობს დაჯერებით და რო არ ჯერ არ არსებობს სამყარო რო არ ფიქრობ სამყარო ქრება აი ესე დაჟე რო იყო რო იმასაშევი ქრება დაჟე შენი ეს სილუეტე ეს რაც არის ქალი რასაც უძახით ეს გარეგნობა ვაფშე არ არის ქრება და არის მხოლოდ ის ენერგია აი ზუსტად აი რაც ეხლა მადედან რომ აი ამ სხეულს სიცილს იმიტომ იმას უხარია სხეულს კი არ უხარია იმას უხარ და იმან და აი სხეულიც უკვე ამას აჩვენებს თორე სხეული აი ტანსაცმელია შენი სხეული როგორც ამ სხეულისთვის ეს ტანსაცმელია ისე იმ შენთვის ეს სხეული ტანსაცმელია და იქიდან არა განწყობაზეც ახარ ამ სხეულიდაც მაგასავლენ გიხარია იმასაც ტირი იმან ტირილი ყველაფერი იცის ისო უკვდავია მაგრამ ყველაფერს განიცდის შევირძენ წუხილ კაცობრიობის უფალმა მზად ვარ წამეყვანიო და ყველა ეგრეა ამ მდგომარეობაში რაც უფრო მთავარია და მე სასტრადატენ აი გძნობ ხო აი ამ გაჭირებებს იმასა და შენც ამას რა თქმა უნდა განიცდი ერთია ერთი არსია და ერთი განცდა აი ხლა აქ ერთი განცდა რომელიც უბრალოდ დანაწილებულია სხვადასხვა სხეულებში და ეს განცდა ისე დარჩება არსადან მოვიდა და არსად წავა ეხლა როგორ სუგძნო ხო გძნო ეგრეა იმიტომ შეგძნება ერთია დაჟე რო ეხუტები იმაშები აქ ორი არ არის ერთი შეგძნება უბრალოდ ის შეგძნება ორ სხეულშია ერთს ცივად აღიქვამს მეორედ ცხელად ხელი მოკიდე შეგძნება ერთი აქა მაგრამ ის ერთი შეგძნება ერთს აღიქვამს უფრო თბილად მეორე ცივად თორე ეს კი არ არის ორი ცალ-ცალკე გძნობს შეუძლებელი რაღაც პასუხი უნდა საუბარში, უყურე საუბარში შეგძნება ხლა კარგად ავრო ბედნიერი ვარ და გესაუბრებ და ამ სიტყვები უკვე თვითონ სიტყვები გუშტულები ისე იყო და დატვირთულია იმ განწყობით არა განწყობაზეც ვარ და ის რომ შენ თანხმობრივ გძნო და შენ სამხასიათზე მოდიხარ, კაი რაღაცასა მოგიყვები და შენ შემოდიხარ, თან სიტყვები მოდის და ანუ ჩემს განწყობაში შემოდიხარ და შენც იმას განიცდი, რასაც მე განიცდი. რაღაცას მოყვები გაბრაზებული ვიქნები და შენც მომდევ, ანუ ვიზიარებ, აი ეგ არის. მაგ დროს ვიზიარებ, წუხარებას თორაში დიხარ, ვიზიარებ და შენ ხო იმ მდგომარეობაში ხარ. და მე რეგამაგარია იმას ვიცი, რამაგრავი ხმარებით მაგ დროს არ როცა მოდის მეგობარი და იზიარებ. ამ იმას ხო, ანუ ცოტა საათი და მართლა მსუბუქდება და შენ რა კი მშვიდი ხარ, იზიარებ, შენში რად მომაგ და უკან სიმშვიდეს უბრუნებ, ხო? ისიც უფრო მშვიდდება, მშვიდდება. ეხა ისე კარგად აღწერთ მაგ პროცესებს. აქედან როგორ მე და არ მოგხვდები ერთი სული გაქროდის მოგხვდები მოკლედ ეგეც რაღაც მაინტერესებს რა არ მოგხვდები არასოდეს და გითხდება მე ვა ახისეო თუ ეგეთ ეპოქაში ვართ რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა შეძლოს მის გარეშე ცხოვრება თუ სულ ხო არა ეგრე იქნება განცდილება ეხლა უყურე ეხლა ახალი ეხლა აი რას გეტყვი ახლა უყურე ეს ყველაფერი ესა და ეს სიტყვები რა სიტყვებსაც ხმარობთ უკვე არსებულა ძველია უკვე ხო ძველი და ეხლა ახალი მოვლენა რომ მოდის და ამის შეფასებას რო ვიწყებთ ძველი სიტყვები და ისე ძველში მოვა
არ რჩება, ხდები? და ისე ძველი იყო. ხო, და ანუ ეს სიტყვებისგან უნდა განთავისუფლდეთ, ამ შეფასებებისგან. სიტყვები დარჩება, მაგრამ თვითონ შეფასებები მისი შეიცვლება. რისხონარი შეფასებები იქნება აქ და ახლა, ცოცხლა და განიცდება, აი, იმიტომ არ აქ არის, ისედაც აქ ხარ, ყოველთვის აქ ხარ. აქ და ახლა შეგიძლია წარსული სიტყვიერად აქ გაიხსენო. გუშინდელი დღე სად არის? არა. მაგრამ აქ ხო შეგვიძლია ახლა გავიხსენოთ 12 საათზე რაც აკეთებდი და მხოლოდ აქ და ახლა. ტუტანხამონი აქ და ახლა უნდა შეგვიძლია გავაცოცხლოთ, გავიხსენოთ. სტალინი, ჰიტლერი. ეხლა რო გაგახსენებ, სანამ მანამ სად იყო? არა, იმიტომ არც სად არის დალექილი. მკვდარი მე ცოდნარი, მკვდარი. მე თუ შევეხე, მე ვაცოცხლებ. გუშინდელი დღე მე უნდა გავიხსენო აქ და ახლა და წარმოვიდგინო და უკვე წარმოდგენაც უკვე მომოძრაობ. მე უნდა ვყვებოს. სხვა შემთხვევაში ის არაფერი არ არის. გუშინდელი დღე როგორც შენ ახლა ვერ შეეხები, გუშინდელ დღესა ვერც ის ვერ შეგეხება. წარსულს ვერ შეეხები, ვერც ისა და ისი გეშინია. მომავალში ცხოვრებასოდეს ვერ მოხდები. არა და მომავალიც რა არის? მომავალი არის წარსული ფიქრის მომდენო, გაგრძელება. მომავალი წარსულის გაგრძელება არ არის. მომავალი ხო არ მოდის. წარსულის გაგრძელება, გადადგმული ნაბიჯი, შემდეგი ნაბიჯი და ანუ აი ეს სიტყვა ეხლა რო ეთქვა, აი ეს უკვე აი და აი წავიდა. ანუ მომავალი არის წარსულის გაგრძელება. ეს წამი განაპირობებს შემდეგ წამს. ეს წამი განაპირობებს შემდეგ წამს და ეს ავტორმა აქ და ახლა ამ ცუთა შენ წარმოიდგინებ თელს დედამიწაზე. აქ ხო საუბრობთ, ქუჩაში კორნი მიდიან, იქ მანქანა დადის. იმ მეორე მხარეზე ამერიკაზე ვიღაცამ გაიღვიძა, იქ ვიღაცა მოკლა, იქ ვიღაცა დაიბადა. აი იმ წუთში აქ და ახლა შენ წარმოიდგინე ერთდროულად აი ეს ცხოვრება მიდის და აი ამას ხდება თავისთავად. მიზე შედაგობრივია. და მე ამაზე მიდის უკვე მე ეწება იარლიკები ისინი და იწერება ისტორიები. და იმ ისტორიებს მე ვატრიალებს ვიხსენებთ და ის ყოველთვის აქ და ახლა. აქ და ახლადან ვერსად ვერ წახვალო, ვერასოდეს მხოლოდ ეს მომენტია. ეგ გავიგეთ და სოფო შეკითხვა იყო და ალექს მაშინ შენ გვიპასუხე სოფო შეკითხვა იყო რომ ეპოქალურად ანუ რაღაც დროება ან რაღაც მოცემულობა გვკარნახობს რომ რაც შეიძლება მეტმა უნდა შევძლოთ აი ამის შეგრძნება, ამის გაცნობიერება და ესე ცხოვრება თუ ეს ყოველთვის ესე ხდებოდა? ეს თავი ვინმე შეძლოს აქ კიდევ მოფარა აი ხო არის ხომ ეპიდემიები აი რაღაცა ჩათვალეს ეს ეპიდემია ო ეპიდემია კარგად აცნობიერებებში კი ეპიდემია კი აი ამ ეპოქაში ვარ კი მაგაში ვარ ეგ არის დაწყებულიო ეხა დაწყებული გამოღვიძების ძალიან დიდი ხანა თუ შეგვიძლია ეს ორი სიტყვით რო თქვა რა არც გამოღვიძება აი ძველ პატერნებს ეგრევე გიშლო აი რას ნიშნავს გამოღვიძება მაგაზე ძალიან საკამათო არის და შეგვიძლია დილამდე ვისაუბროთ მაგრამ რაღაცა სიტყვით რო აღწეროთ ის მდგომარეობა რაც ეხა ხდება არის ის როდესაც მასიურად ადამიანები უბრუნდებიან საკუთარ წყაროს საკუთარ თავში ამ ყველაფერს და რასაც მოწყდა თავის დროზე ადამიანი და დაიკარგა და მიდის მერე გარეშე შემეცნებაში დაიწყო ამის აღმოჩენა რომ სამყაროს აზრი და შინაარსი და ღმერთი იპოვოს გარე სამყაროში და ეს იქნება მეცნიერები თუ ეს იქნება სხვადასხვა დისციპლინა და მიმდინარეობებით ეხა მოდის პერიოდი, როდესაც ჩდება რეალურად ის პირველ წყაროს აი რასაც ვეძებდით ამენი ხანით. მიუხედავად იმისა, რომ აი თელი სოფლიო ისტორიის განმავლობაში ყოველთვის მაგისკენ მიგვითითებდნენ ნებისმიერი მიმართულება იქნებოდნენ ეს რელიგიის წარმომადგენლები, ფილოსოფოსები, იოგები თუ ვინც უნდა ყოფილიყვნენ, ყველა მაგას გვეუბნება, რომ შენში არისოს ეს ყველაფერი გარეთ უნდა ეძებო ნებისმიერი მასწავლებელი, დიდძლიერი მასწავლებელი, ყველა მაგას იძახდა. ქრისტეს მაგას იძახდა, რომ შენში არისო ის სათასასწრუფეველიო და აი ხლა და მაინც ვერ უსმენთ, ხო? მაინც იგივეს ვაგზელებთ. მაგრამ ეხლა რატომღაც მოდის რაღაცა დააგვირდებოდით ალბათ, ხო, რაღაც პოპულარულია, თუნდაც აი ამ გადაცემასაც ხალხი უყურებს, მოთხოვნადიც არის, ის არის. ანუ ჩვენ ახლა ისეთ რაღაცებზე ვსაუბრობთ, რაზეც საუბარი, თუნდაც 15 წლის წინ, 20 წლის წინ, 30 წლის წინ რაღაც დონეზე შეიძლება სიგიჟეც ყოფილიყო, ხო, ანუ ხო, ტაბუ და აბსურდი და გიჟები არის, სასწრაფოში დავრეკოთ, ხო, რაღაცა სჭირდა. მაგრამ დროთა განმავლობაში ეს იცვლება და ტენდენციებიც და მოთხოვნილებებიც იცვლება და ითვლება, რომ ეხლა არის გარდამავალი პერიოდი და აი როგორც გაზაფხული, ზაფხული შემოდგომა ზამთარი და ეს იცვლება და ყოველთვის ყველაფერი იცვლება და თელი განხილული სამყაროს მუღამიც ეს არის აი ამ რეალობის, რასაც ჩვენ რეალობას ვეძახით, აი ამ მატერიის. ერთ-ერთი მუღამი ის არის, რომ ყოველთვის ყველაფერი იცვლება და მათ შორის მდგომარეობებიც იცვლება.
და ცვალებადი არის ამინდიც, მაგალითად გაზაფხულის ზაფხულში სხვა ამინდია, შემოდგომა სხვა ამინდია, ზამთარში სხვა ამინდია. ეხლა სულიერი თვალსაზრისით ჩვენ ვართ ზამთარში. ანუ ეს არის კალიუგა, ვედების აღწერით, სადაც არის მინიმუმამდე არის ეს ცნობიერების მდგომარეობა დასული და იმიტომაც ავართ აი ამ ტანჯვაში და ამ ტკივილში და ვიტანჯებით, რეალურად იმით ვიტანჯებით, რომ არ გვაქვს კავშირი იმ უზენაესთან, რომლის ნაწილი ჩვენ თვითონ ვართ. ანუ იმ ნექტარს ვერ ვაგემოვნებთ, იმ ნეტარებას, რაზეც ეხლა ალექსი საუბრობდა, იმის აღქმის და გამოცდილების დაგემოვნების საშუალება არ გვაქვს. ხო, და აი საკუთარ თავში რაც არის, ხო და რეალურად აქ არის, მაგრამ ჩვენ მანამდე სულ გარეთ ვცდილობდით, ეხაც გარეთ ვეძებთ. მაგრამ ეხლა უკვე ისეთი პერიოდი იწყება, როდესაც ხო ზამთრის მერე გაზაფხული მოდის, ხო? და ეს არის, რომ რეალურად რაც უფრო ბნელი არის ღამე, მით უფრო ახლოს არის განთიადი. და ეხლა ეს ღამე კიდე ძალიან ბნელი არის და კიდე უფრო მეტად ბნელდება, მაგრამ ეს არ არის არავითარ შემთხვევაში საშიში. ანუ ეს არ არის ცუდი, რომ ყველანი ერთად გავწყდებით და ცუდი რაღაცა ხდება, პირიქით, ძალიან კარგი ხდება, ახალი იბადება, ახალი ტალღა მოდის, ახალი ცნობიერება იღვიძებს. როგორც სხეულისა, ისე გონებისა. და სხეულიც სხვანაირები იქნება, უფრო ბუნების კანონები იწყებენ მუშაობას, აი ნენელა, მაგრამ ეხლა მაგ მდგომარეობას რო გავუძლოთ, ჩვენი ფიზიკური სხეულიც უნდა შესაძლებელი იყოს. კი, აუცილებლად უნდა შეიცვალოს და იმიტომაც მიდის მას. ალბათ 0.4%-ით შეიკუმშაო, ანუ უფრო მკვრივი გახდება. მიხვდი, აი ეს ხო იყო და შეიკუმშა. ანუ წყალბადი და სუნთელი სამყარო წყალბადი, ეს სხეული სუწყლისგან შედგება შენწარმა. ანუ 2000 წელს მოხდა, ანუ რაღაც მოხდა პროცესი. ანუ რაღაცისთვის ის რაც არის, რაც უნდა ხო იმისთვის გვამზადებს. ზევდება და ძალიან სწრაფად. და ყველაზე ამას რომ მიყვე და უმკვნელოთ რომ მიყვე, იმიტომ რომ აი ეს ცოტა კომენტატორი უნდა გააჩვენოთ. გონება, გონიება, აქ და ახლა რო იყო ყველაფერი წექსრიგში და ეხლა გონი რო გაქცეულია გონება, რომელიც სიტყვა გონება, ება. და მაშინ კარგია, როცა აქ და ახლა არის აწმყოში გონი, არის მშვენიერი, აქ არანაირი ხაოსი არ არის. აი უკვე რო გარბის და ყველგან მოედება, აი მე იქნება ქაოსი. ხო და ჩემ გაქცეულ გონებას ერთი ეგეთი მიგნება აქვს. აი ხა შენ ისეთ კარგ რაღაცას აღწერდი, რომ მან შეიძლება კითხვაზე პასუხი მივიღო. კითხვაზე რა აი ამ თქვენს თუ შეიძლება მოხდათ ეგეთი რამე თვალში, რომ ზოგიერთ დღეს ძალიან ბევრი ადამიანის დაბადების დღე არის და კიდე დგება პერიოდები, როცა ძალიან ბევრი ადამიანი გარდაიცვლება და გადის. და რამე ამ ციკლურ სამყაროს რაღაც ეგეთი მახასიათებელიც აქვს, რომ რაღაც რეისებია ხოლმე დედამიწაზე თუ ადრეც ეგრე იყო უბრალოდ არ ვიცოდით მაშინ ეხლა Facebook-ი და ამოდონა და რაღაც 20 ნოემბერს ბევრი ადამიანი დაიბადა 21-ში მერე შეიძლება მე არაფერი არ გავიგო, ნუ ყოველთვის ჩემ თვალსაჩინო გახურს. და რაღაც აი გარდაცვალებების აი ერთი კვირის მანძილზე ხოლმე ძალიან ბევრი ადამიანი გადის. რა მე კანონზომიერებასთან არის კავშირში, უბრალოდ ჩემი გონება თამაშობს. სწორი, არასოდეს ყოფილა 10 მილიარდი ვართ. არასოდეს ყოფილა მოდინა ადამიანი. ჩვენ წარმოვიდგინოთ 10 მილიარდში რამდენი დაბადება და ის არის. რა თქმა უნდა, გადამწყვეტი ძალიან ბევრი იქნება 20-ში დაიბადებიან და ძალიან ბევრი ვართ. 10 მილიარდი, მილიარდიც არ ყოფილა. აი სულ რაღაც 100-200 წელიწადში ამოდენი გავხდი. დამოდონა და აი ამან ხნა ზუსტად. ყველა ისინიო ვინც არ იყვნენ, ეხლა ყველა თავს იკრიფავს აქა რომ ის უნდა მოხდეს. მეორე მოსულა რო თქვენ, ეხლა ყველა ვინც იყო, ყველა იღვიძებს. აქა და მე იქნება. მაგრამ არა, ყველა ელოდებით გარეთ არ მოხდება. არ მოხდება. შიგნით არის. ეს ხო პასუხია, ხო. და მეორედ მოსვლის სიუჟეტში ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი პერსონაჟი არის ანტიქრისტე, ხო? ამ ეს ის სიმბოლიკაა. ანტიქრისტე ისედაც არის უკვე. ანუ ხეცის ანუ სხვანაირად რო თქვა, ხეცის ცნობიერებას რასაც ვეძახით და თუნდაც ანტიქრისტეს ხეცის ცნობიერებაში ცხოვრობ მასიურად ყველა. და როდესაც შენი ცნობიერება, ადამიანური ცნობიერება არ ცდება ცხოველურ ცნობიერების მდგომარეობას და არის მხოლოდ ცხოველურში, ეს შენ ხო აი ხეცის მდგომარეობაში ხარ და ადამიანური ცნობიერება არ არის. ადამიანური ცნობიერება იწყება სამი ცნობიერების მიღმა. პირველი არის ეს არის ღრმაძილის ცნობიერება, მეორე არის სიზმრების ცნობიერება და ეს არის სიფხიზლის ცნობიერება. სამი ძირითადი, რომელსაც განიცდის არა მარტო ადამიანი, არამედ ცხოველი. და ეს არის ცხოველური ცნობიერების მდგომარეობები. არსებობს მეოთხე ცნობიერების მდგომარეობა, რომელსაც ეძახით ტრანსცენდენტული ცნობიერება ხდება ეხლა. რეალურად ეს არის პარამდგომარეობა. მეოთხე ცნობიერების ტურია ჩიტანა, ანუ ტურია ნიშნავს მეოთხეს, ჩიტანა ნიშნავს მდგომარეობას, ცნობიერებას, ეს არის მეოთხე ცნობიერების მდგომარეობა, რომელიც არის აშკარად განსხვავებული სამისგან და ამის დაგემოვნების, განცდის გამოცდილება აქვს მხოლოდ ადამიანს. იმიტომ რომ მისი ნერვული სისტემა არის იმ დონეზე დახვეწილი და განვითარებული, რომელსაც მხოლოდ ადამიანს შეუძლია ტრანსცენდირება. ტრანსცენდირება რა არის? ეხლა წეგან რაზეც საუბრობთ, აი მათ თითქოს
არაფერში მოხვედრა, მაგრამ ის რეალურად არაფერი არ არის და აი სული სიბნელე და ნული არ არის. ეს არის რეალურად ყველაფრის საწყისი, საიდანაც იღებს სათავეს თელი გამოვლენილი სამყარო. ყველა შესაძლებლობის ველია, 27. როდესაც ხშირად გაქვს აი ამ მდგომარეობასთან კავშირი და არ აქვს მნიშვნელობა რითი გაქვს. იქნება ეს ლოცვა, იქნება ეს მედიტაცია, იქნება ეს იოგა, სპორტი, ნებისმიერი საშუალებით. ჩვენ თუ სისტემატურად მოახერხე დღეში ორჯერ ან რაღაცა პერიოდის განმავლობაში ხანგრძლივად მოხვდე მაგ მდგომარეობაში, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ სხეულს ერთი მისცემ რეგენერაციის საშუალებას, სწრაფად დაამუშავოს მიღებული სტრესები და შთაბეჭდილებები და ეს ტკივილი რაც არის, თუნდაც რაც არის ტანჯვის საფუძველი, ხო, აი რაც არის რეალურად სტრესი და ეს არის თუნდაც ბავშვობის მიგონებები, რაც გახსენებს. ტკივილები და ტვირთები, რაც ის რაც რეალურად არ არის, მაგრამ როგორჯერა, ხო, გახსენებს. ხო, და აი ამისგან განთავისუფლდა და მეორე რაც არის მნიშვნელოვანი, ის არის რომ აი ამ სიმშვიდეს ეჩვევა. და ეს სიმშვიდე კი არ არის ის, რომ სადღაც დორბლი მოგდის და ტყილაზე ხარ და არაფერს ვერაფერს ვერაცნობ გათიშული ხარ. არამედ პირიქით სრული სიცხადეა, ანუ სიცხადეს ავარჯიშებ. და როდესაც სიცხადეს ავარჯიშებ და თან შენ სხეულს აძლევს საშუალებას რომ რეგენერაციულად დროთა განმავლობაში აი ამ ძველი ტრამებისგან განთავისუფლდეს, ამ სტრესებისგან განთავისუფლდეს, ავტომატურად შეგიძლია მოხდა იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც არის ალექსი. და ჩვენი რეზონანსი ზუსტად მად მოხდა, რომ ეს ადამიანი რომ ლაპარაკობს მისი ცნობიერების მდგომარეობიდან და ჩვენ ყველანი ვგებულობთ იმას, რა მდგომარეობაში ჩვენ ვართ. ეხლა მე ვისაუბრებ იმას, რაც მეც შემიძლია წარმოვიდგინო სიტყვაზე, აი ეს ნერვული სისტემა რასაც გაატარებს, მაგრამ ყველა აი ჩვენ აქ ვინც ვართ და ყველა ნებისმიერი ადამიანი ვინც ამას მოისმენს, ყველა თავისებურად მოისმენს. იმიტომ რომ თავისი აღქმით და თავის ფილტრით დაინახავს ამ ყველაფერს. და ეს ფილტრი რო გავასუფთავოთ და აი ეს რომ მოხდეს რომ ადამიანმა გაიგოს რეალურად რაზე არის საუბარი, აი აქ თანაშრომლობა სულად აქ მოხდა რომ ტრანსცენდენტული მედიტაცია, ანუ ტექნიკა რომელსაც მე ვასწავლი არის საშუალება, რომელსაც შეუძლია თუ ხშირად დააპრაქტიკებ, ანუ ძალიან მარტივია, თან და ძალიან ადვილი ტექნიკაა რომ მივიდეს ადამიანი იმ მდგომარეობამდე, რა მდგომარეობაში არის ალექსი. აი ეს არის. თუმცა არ არის მარტო ტრანსცენდენტული მედიტაცია, თუმცა ყველაზე მარტივი, ყველაზე უბრალო და ყველაზე უბრალო დღეში ორჯერ 20 წუთი მედიტიროს, თუმცა ნებისმიერი სხვა საშუალება, რომელიც მოგცემს შენ უნარს რო ხშირად ტრანსცენდირდე, ამით შენ გინდა არ გინდა ვერაცდები ღმერთს, რომელიც არის საკუთარ თავში რეალურად. და რაღაცა პერიოდის მერე, როდესაც ამას ხშირად აპრაქტიკებ, აი მაგალითად რომ აი გამოქვაბულის მაგალითი რა. გამოქვაბულში რო შეხვიდე, თავიდან სიბნელეა სულ, მე საერთოდ არაფერი არ და თავიდან ვერაფერს ვერ ხედავ. და უნდა გაჩერდე რომ ამას არ დაეჯახო. მაგრამ რაღაცა პერიოდის მერე, ცოტა დრო რო გავა, ცოტა სიბნელეს მიეჩვევი და აღმოაჩენ რომ თურმე იქ სიბნელე უბრალოდ სიბნელე კი არ არის. რაღაცა მეტად ჩანს და შეგიძლია უფრო ღრმად შეხვიდე. მერე კიდე მიეჩვევა შენ თვალები, კიდე უფრო ღრმად შეხვიდე და ესე ნელ-ნელა რეალურად აი ამ სიმშვიდეს და სიცხადეს, რომელიც წყარო ჩვენში არის, ამას ყოველდღურად ვაპრაქტიკებ და როცა ამას პირდაპირ აგემოვნებ და არა უბრალოდ თეორიულად ისმენ და საუბრობ, არამედ უკვე შენი პირდაპირი გამოცდილება ხდება. აი ხო, და ეს განიცდება. ამას როცა ხშირად აკეთებ, ეჩვევა შენი ბუნება და შენი ნერვული სისტემა მდგომარეობას და როდესაც საბოლოოდ დაიჭერ და აღარ დაგეკარგება ეგ მდგომარეობა ის საკუთარ თავში ნეტარება და ეს არის სრული ნეტარების განცდა. და არის ყველგან, სახშიც და ქუჩაშიც და ინდოეთშიც და ყველგან. ეს არის უკვე მარადიული სუბიექტი, რომელიც სულ თან არის, აი სუბიექტური აღქმა, რომელიც არასდროს აღარ იკარგება, შეგვიძლია ეს შევადაროთ მდგომარეობას, როდესაც ადამიანი ღმერთს იპოვის საკუთარ თავში. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის ცნობილი მდგომარეობა, უფრო ცნობილი მდგომარეობას შეადადე. ეგ არის გასაგები. სიხარულს განიცდის? ხო, ბედნიერება. ხო, მაგრამ ეს არ არის სიხარული, რომელსაც ჩვენ ვეძახით, ან სიყვარული, სადღაც იწყება და მთავრდება და ეს არის რაღაცა, რომელიც არ იწყება და არ არის რაღაცაზე დამოკიდებული. აი იმას შეგრძნები ხო, კი, გავს ნეტარებას. აი სიყვარულს, აი ბავშვი რო გიყვარს, საკუთარი ბავშვი რო გიყვარს, მშობელი ბავშვი რო გიყვარს, საკუთარი ბავშვი რო გიყვარს, მშობელი რო გიყვარს, აი მაგას გამ ხარისხით აი ეგ ერთი და იგივეა. მას საიდან ეგ ზუსტად მაგ დროს აი გვინდება მოდ პატარად. და შენ გონია რომ იმის გამო სიყვარული ბავშვმა და არა, ბავშვი მიზეზია რომ შენში ამ სიყვარულმა გამოანათა. ეგ არის. ყოველთვის აი მაგას ყველა უძნო, მაგრამ იმ ჩვენ არს აი ის რაც უპირობო სიყვარულია, ყველა უძნო. და ზოგი მანქანა უყარს ისე რომ ის ეხსნება, მაგრამ გონია რომ მანქანა რო და მე იმიტომ არ ეხლა უფრო მაგარ მანქანა რო უფრო განიცადო. არა და არა. ეს დროებით მე ნახო ბეზდება.
იმიტომ ბიჭებო, ერთ შეკითხვა მაქვს, ახლა ვახსენეთ, რომ აი ვახსენეთ კი არა, ბევრი ვისაუბრეთ გამოგვიძების თვითონ ეპოქალურ ტენდენციაზე და იმასაც თავის მახასიათებლები აქვს ამ პროცესებს და მათ შორის ერთი ძალიან გამოკვეთილი რაც არის, ყველამ დავიწყეთ რაღაცნაირად თვით ანუ მკურნალობის გზების, ანუ განკურნების ძიება, განთელების ძიება, ხო? ან გაერთიანების. გაერთიანება კიდე სხვა ფაზაა. ძალიან კაი კითხვა დასვი რა. ეხლა აი იმ ზაღარაზე ვსაუბრობთ ის რო გავაგრძელოთ. ეხლა ხო თქვით რომ ტექნიკა არის აუცილებელი ან თუნდაც ეკლესიაში სიარული არის რაღაცა არის, იმიტომ რომ უბრალოდ აი ეს მექანიზმი ისე მუშაობს რომ სხვანაირად არ აქვს საშუალება კალიუგაში რომ ეს ყველაფერი დაინახო. ანუ არის რაღაცა ტექნიკა საჭირო, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის ჩვენი მეგობრები, ნაცნობები, მოსწავლეები, ადამიანები, რომლებიც ოჯახის წევრები რა, ყველა. ოჯახის წევრები ცდილობენ რომ რაღაცა თუნდაც იპოვეს ეს რომ გარეთ არ არის და ცდილობენ რომ ყველაფერი საკუთარ თავში იპოვონ, მაგრამ მათ იწყება ძალიან დიდი ილუზია რეალურად. და ეს ილუზია არის ის, რომ რეალურად, როდესაც იწყებს საკუთარი თავის შემეცნებას, არ უნდა გაჩერდე არასდროს. ანუ რა მდგომარეობამდე არ უნდა მიხვიდე და ჩათვალე, რომ მე ეს ვარ, აი ეგრევე უნდა თქვა, რომ ეს არა ვარ და კიდევ უნდა გააგრძელო და გააგრძელო. ეგ აუმართლა აუცილებელი. არა, ეს მართლა სერიოზულად ვამბობ, იმიტომ რომ ნახეთ როგორ რაღაცა როგორ მუშაობს სისტემა. აი ის წეღან რო თქვით, რომ დაქირავებული გყავს და ის როგორც კი დაინახავს, რომ სამსახურს კარგავს, იმიტომ რომ აღარ არის საჭირო ის რო იყოს, ანუ შენ აღარ გჭირდება უსაფრთხოება, როცა დედასთან ხარ. ანუ უსაფრთხოება ჭირდება ბავშვს მაშინ, როდესაც განიცდის საფრთხეს, მაგრამ როდესაც დედა ოთახში არის და იქ საფრთხე არ არის, ლაღად თამაშობს, მაგრამ და იქ გააგრძელებს თამაშს. მაგრამ რაღაც შუა თამაში თუ უცბად აღიქვა, რომ დედა სახლში არ არის, ანუ უკვე აუცილებელია რომ ჩაირს უსაფრთხოება და იწყება მერე უკვე ტანჯვა და შიში შემოდის. ანუ იმიტომ რომ შეიძლება ივარაუდოს ამ თავდაცვის სისტემამ, რომ უსაფრთხოება შეიძლება იყოს დარღვეული და არის პანიკა და იწყება პანიკა, მაგრამ როდესაც დედა სახლში სანერვო არ არის. და როდესაც აი ეს, რომელიც დავიქირავეთ და თავის მდგომარეობაში მივა იმ მდგომარეობამდე, რომ საერთოდ არ არის საჭირო, იმიტომ რომ უსაფრთხოება ამ სამყაროში არ გჭირდება, იმიტომ რომ ბოლომდე მინდობილი ხარ ღმერთთან. და თვითონ პროცესირებული, მაგრამ თავიდან გჭირდება. დედა მიწადა მთელი სამყარო მამაზე. იყოს ნება შენი ჩემი არა და შენ უბრალოდ გჩერდები. აი ეგ მდგომარეობა, რომელიც ბოლო მდგომარეობაა, ბოლო მინდობა, მაგრამ აი აქედან აქამდე ძალიან ბევრი მაცთური გზა არის, ხო, ძალიან ბევრი ხაფანგია. და ხაფანგი რას ნიშნავს? ნებისმიერი ტექნიკა, რომელიც იწვევს სიამოვნებას, ამან შეიძლება ძალიან მაგრად აგრიოს, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში აი ზუსტად ეს ეგო იწყებს დაპაძელნიკებას, ესე რომ ვიხმაროთ სიტყვა ბოდიში ტერმინისთვის, დაგიმეგობრდება, რომ აი ხო, კი, კაია ტექნიკა, მოდი ერთად ვაკეთოთ, ხო, აი განვითარდეს სულიერი განვითარება რამე და რა აი ნებისმიერ შემთხვევაში წაღან რო თქვა, რომ ყველაზე მაგარი მატყუ არა, ნებისმიერ შემთხვევაში როგორც კი ექნება საშუალება რომ მოგატყუოს, მოგატყუებს. და შეიძლება მაგალითად რაღაცა ტექნიკის იცი რა, არა გაგ შენ მიიღო სიამოვნება ყველა დარჩე მაგ სიამოვნებაში, ანუ შენ უკვე დაიწყო მედიტაცია, ან დაიწყო ნებისმიერი ტექნიკა, ან დაიწყო ეკლესიაში სიარული იმისთვის, რომ რაღაცა სიამოვნება მიიღო და უკვე ისევ გარე სამყაროზე ხარ მიჯაჭული და ჩათვალე რომ ტექნიკა საკეთებ, მაგრამ სულ წყალში ყრი. ანუ აქ არის მთელი მთავარი მიზანი არის რომ დაატრანსენდირო, ანუ გაიტანო ეს ყველაფერი ჩარჩოს მიღმა, ფაფაროს მიღმა, რომ ტვინმა ვერ შეძლოს რომ ამ ყველაფერზე ეს კაუჭი ამოგიდოს. თქვენ ცეძებთ თქვენ თავს? რა თქმა უნდა, მაგ პროცესში თუ საბოლოო წერტილი. თქვენც მაგ პროცესში ხართ რა? აუცილებლად. თუ არა და მაშინ სულიერ ეგოში არიან. ნახე, როგორ რაღაც არის. ეს ყველა ვარიანტში არის. ეხლა რაც თქვით, რომ სიტყვაზე არის რაღაცა, რასაც ვამბობთ, კარმა, თუ მოქმედება, თუ სამყაროში მოქმედებას ახორციელებ, კარმა ყოველთვის გაქვს. და რაც არ უნდა განვითარდეს, შენი კარმა სულთან დაგაქვს. შენ შეიძლება იყო უკვე მის გავლენიდან გასული, მაგრამ თან აგაქვს. აი ჩათვალე, რომ დასაცმელი შეიძლება არ გეცვას, მაგრამ თან დაგაქვს. და სანამ ფიზიკური სხეული გაქვს, ის კარმა სულ გაქვს. ანუ შენ სანამ აი ეს სუნთქავს ეს აპარატი სუნთქავს ეგო სულ არის, მაგრამ ეხა არის ეს უკვე აი ტრანსფორმაცია, რომ სად არის შენი აღქმადობა. აი სხვანაირად რო ვთქვათ, მარტივად ჯერ შეიძლება იყოს ვიღაცა ეგოში, რომ აი მე და ნერვიულობენ თავიანთ თავზე და თავის თავზე განიცდიან და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ესე მაქსიმალურად ეგოცენტრული ადამიანი. მაგრამ ისიც ეგოისტია, რომელიც მარტო თავის ოჯახზე ზრუნავს და მაინც ჩემი შვილი, ჩემი ცოლი, ჩემი ისე და აი ხედავთ მაგალითად საქართველოში ძალიან
ჩანს ყველგან ყველაფერი ჩანს, მაგრამ ძალიან მარტივად შეიძლება დაინახო. ჩვენ გვაქვს კულტურა, რომ სახლი უნდა იყოს გარემონტებული შიგნით და იყოს 100.000-იანი რემონტი სიტყვაზე, იმიტომ რომ ეს არის ჩემი და ჩემი ოჯახის არის და ჩემი ოჯახის უსაფრთხოება და კეთილდღეობაა და სახლი თავდება, ზღვარი არის, ზურგლით, კარები არის დამოკიდებული $10,000 და სადარბაზო არის დანგრეული. ანუ სადარბაზო არავინ არ ალაგებს. იგივე თუნდაც კერძო სახლები, ძალიან დიდი ღობეები გვაქვს გაკეთებული შიგნით, დიდი სახლებია იმის იმედით, რომ ჩვენ და ჩვენი შვილები ვერ დაინახავენ ღობის იქით რა ხდება. და ეს არის სრული სისულელი. ხო, სიგიჟე ამას ხო ვერსად ვერ დაიმალები. მაგრამ აი ხა ეს ადამიანი, ვინც თავის თავზე ზრუნავს მარტო და ვინც ოჯახზე ზრუნავს, იგივე ეგოა, ოღონდ ეს არის გაზრდილი ეგო და ამის მარტო ერთ ადამიანზე კი არ არის უკვე, არამედ 3-ზე, 4-ზე ოჯახზე. ვიღაცის ეგო ცოტა მეტად გაზრდილია და აი ამ ოჯახის მიღმა იქ ვიღაც ნათესავს ცნობს, მეგობარს ცნობს, ვიღაცის კიდე უფრო მეტად გაზრდილია და რაღაც ჯგუფში არის გაერთიანებული, რომ აი რაღაც საზოგადოება, ჯგუფები, აი ჩვენ მაგალითად აი პოეტები ვართ, ჩვენ ისინი ვართ და რაღაცა განსხვავებები, ხო, კომუნები არის. ანუ კიდე გაზრდილია და ვიღაცის უფრო მეტად გაზრდილია და თელი ქვეყანას მოიცავს. და იმას რომ კითხო, თელი ქვეყანა სტკივა. და არა მარტო თავისი შვილი, არამედ სხვისი შვილიც სტკივა, იმიტომ რომ ეს ემპათია უკვე და ეს მგრძნობელობა გაზრდილია, მაგრამ იგივე ეგოა. რაც არის ინდივიდუალური, ეს არის ქვეყნის დონეზე და თუ უსურო მასშტაბურად იფიქრო და თელი სამყაროსთვის მშვიდობა რო გინდოდეს, ეგეც ეგოა. რახან რაღაც დონეზე გინდა, ეგეც არის, მაგრამ ეს არის უკვე მასშტაბში გაზრდილი. მაგრამ რაღაც მომენტში შენ ყველაფერი აი ამ მოგზაურობაში ამჩნევ, რომ ეს ისედაც თავისთავად უნდა მოხდეს და ამას შენ კი არ აკეთებ. უბრალოდ ამას შენ აკვირდები როგორც დამკვირვებელი და ეს თავისთავად ტრანსფორმირებს, იმიტომ რომ სამყაროში ყველაფერი ტრანსფორმირებს. აბსოლუტურად ყველაფერი ტრანსფორმირებს და რაღა ეგო არის ის, რომელიც არ. და ეგეც აკეთებს ამ ტრანსფორმაციას მუდმივად, მაგრამ აქ არის ის, რომ მიჯაჭვულობები არის. აი წეგან რო საუბრობდით, მნიშვნელოვანი რა არის, იცი რომ აი ხშირად რასაც მოშვებით, რომ ადამიანები ეჯაჭვებიან ტკივილს, ან სიხარულს, ან სიამოვნებას, არა აქვს მნიშვნელობა. ეხლა როდესაც 2 წელი მედიტირებ და 2 წლის განმავლობაში ცრემლი მოგდის და ტირი ხარ, ეს უკვე აღარ არის ნორმალური. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ შენ სადღაც მიეჯაჭვე მაგ მდგომარეობას და ეგომ, ხო, ეგომ, აი თავდაცვის აპარატმა თუ სისტემამ, აი აქ დაიჭირა თავისი თავი და თავისი ხო, რაღაც აი იმეორებს იმისთვის, რომ უბრალოდ არსებობდეს. ხო და აი ეს არის ავტომატური, რომელიც აუცილებლად დასანახია და გასაშვებია. თუნდაც ის რომ მაგალითად პირობითად მე ვიყავი შურიან პირობითად და რაღაცა პრაქტიკებით, ამებით და აი ამ ჩემში ეს შური მე დავამუშავე. გავიარე უკვე, მაგრამ არ შემიძლია გაუშვა პირობითად, იმიტომ რომ ჩემ ეგომ ჩათვალა რომ ეს მე ხელოვნების დონეზე ავეყვანე, იმდენად მაგარი ვარ რომ დავამუშავე, გაუშვი, მაგრამ ბოლომდე გაშვება მაინც არ ხდება. იგივე ხდება ყველაფერში. და მე იწყება სიამოვნება და გონიათ რომ სულიერი განვითარება არის, кайფი არის სიამოვნება და დედას უკარგად უნდა იყოს, უნდა ეხუტო ვიღაცებს, პებლებზე უნდა ილაპარაკო და სულ კაი რაღაცები უნდა აკეთო და როდესაც მე კრიზისი იწყება და კრიზისი რეალურად იწყება, იმიტომ რომ ამას აკეთებ ძალისხმევით. და სანამ გაქვს ენერგია აკეთებ და აჩვენებ ყველას რომ ბედნიერი ხარ და კარგად ხარ და სიამოვნებო და კმაყოფილი ხარ და ჩვენ ერთ დღესაც გაიღვიძებ და არ გექნება ენერგია რომ ეს ძალისხმევით გააკეთო და აი მათ ჩამოგენგრევა საერთოდ ყველაფერი რაც ილუზია შექმნილი და მე იწყება კიდე აი ამ სულიერი ეგოს ტრანსფორმაცია და ტკივილი და ეს სამწუხაროდ ტკივილის გარეშე არ ტრანსფორმირებს. იმიტომ რომ მისი საქმე არის რომ ყველაფერი ძველს მიეჯაჭვოს. იმიტომ რომ ახალი საშიშია, საშიში იქიდან გამომდინარე უფრო მეტი რესურსი უნდა დაიხარჯოს, სამყარო კიდე ყოველთვის ვითარდება გაკვაკულ გზაზე, იმიტომ რომ ნაკლები ენერგიის დანახარჯით მაქსიმალური ეფექტი და ის კიდე რაღაც ახალია და ახალი საშიშია. და ამიტომ მე მირჩენია რომ ჩემი ძველს მივეჭიდო რაღაცეებს, თუნდაც აი ამ ტკივილს ან რაღაცა სევდას ან რაღაცა მდგომარეობას ან ცრემლს, ან თუნდაც პრობლემას. იმიტომ რომ აი მაგალითად რაც პრაქტიკაში ხდება ხოლმე, თუნდაც ტრანსცენდენტული მედიტაციის შემთხვევაში, ან თუნდაც ჯიოტიშის შემთხვევაში, რომ ადამიანის აქვს ძალიან ძლიერი აი ეს შინაგანი მდგომარეობა, აი ძალიან დიდი ენერგია აქვს და ეს ენერგია გაუმურვდა იქ, რომ ალგორითმად დაიჭირა ეგომ რომ ერთხელ რომ გადალახა პრობლემა, აი აქ იპოვა თავისი სიძლიერე და მისი ეგო თელი ცხოვრება აი სულ პრობლემებს უქმნის. ო, იმიტომ რომ გადარჩეს, იმიტომ რომ იყოს სასურველი, ანუ იყოს საჭირო ამ სამყაროში ყველაფერი მიედინება განვითარებისკენ და გადარჩენისკენ. გადარჩენა, განვითარება არის ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი. რაც ადამიანმა შექმნა, ესეც
აი რაც ჩვენ ხელოვნურად შევქმნით და ხელოვნური ინტელექტია, ისიც ყოველთვის ეცლება განვითარებას და გამრავლებას, იმიტომ რომ სამყაროს ბუნების კანონია, თუ აი ამ გამატერიალურ გამოვლენის სამყაროში არსებობ, მაშინ მაგაში გინდა არ გინდა მოქცეული ხარ. და სიცოცხლე ყველას უნდა და სიკვდილი არავის არ უნდა, განსაკუთრებით ეგოს. და შესაბამისად ყველანაირად ცდილობს იმ ძველს მიეჯაჭოს და ეს მიჯაჭვებები რო ხდება, მე იწყება ტკივილი. იმიტომ რომ აქ ყველაფერი გეცლება, ყველაფერი იცვლება, შენც იცვლება და შენ კიდე ძველ სევდაზე ან ძველ სიხარულზე ან ძველ გამარჯვებებზე ან იმაზე რომ კაი გოგო ვარ ან კაი ბიჭი ვარ, ძველზე ხარ რაღაცაზე მიჯაჭვული. პიროვნულად რა თქმა უნდა არავის არ მოშვა, მაგრამ რეალურად ეგრე მუშაობს ეს, რომელიც ყველას აგვაქვს. და მე აი ამას რო ვერ უშობთ ხელს, იმიტომ გვტკივა და რო გვტკივა და ვიტანჯებით, მე რო ვიტანჯებით, მე ვიღაცას ვაბრალებთ, რომ ვიღაცის ბრალია და აბა ვისი ბრალი იქნება, რა თქმა უნდა, ვიღაცის ბრალი იქნება, ღმერთის ბრალი იქნება, მთავრობის ბრალი იქნება, იმის ბრალი იქნება, ამის ბრალი იქნება, აბა ის ხო არ იტყვის, რომ ჩემი ბრალია, იმიტომ რომ თუ თქვა, რომ ჩემი ბრალია, ესე იგი სამსახურიდან გასაშვებია. ანუ გამოდის, რომ არ იტყვის, იმიტომ რომ თვითონაც გადარჩენა აქვს, დავალავი თვითონაც აი ამაზეა, რომ ბოლომდე ეს სიკვდილი არავის არ უნდა. არც იმ დემონებს, რომელიც ჩვენში არიან, რომელიც ხელს გვიშლიან ტრანსფორმაციაში. მაგრამ ეხა გადაწყვეტილებას ვინ იღებს? აი მაგაზე მიდის ეხა საუბარი. რეალურად ეს ავტომატური პროცესი, რომელიც ჩვენ გონია რომ ვართ და მივიჩემთ და ხო, ვიჩემებთ რომ ვართ, თუ მოვახერხეთ აი აქედან თოსტა დისტანცირება, აი ამ სიმშვიდის მდგომარეობის დაჭერა და ამ სიმშვიდის მდგომარეობის ამის დაკვირვება და ისედაც ესე მოხდება, იმიტომ რომ რაღაც ჩვენ დავრჩებით კაცო განუვითარებლები და თელი სამყარო თუ ვითარდება ტრანსფორმირებს, იქნებ ჩვენ ურჩლით ხელს ჩვენ ტრანსფორმაციას. ძველი შეჭიდება ყოველთვის. წარსულზე ვინც უკან უყურება, როდესაც სვიპის დაემდრევა რაღაცას და ეჯახება. იმიტომ უკან არას წინ უნდა იყო რომ არაფერზე. ხო და მაინც ეგეთ რამე ხა ჩვენ მაინც ქრისტიანულ კულტურაში აღმოვცენდით ხო, როგორი ცნობიერებებიც არ დავიყოთ და აი დაუშვათ ახლა წესებზე ვილაპარაკეთ, რაღაც კანონზომიერებები აქვს სამყაროს თავისებური ხო, სულ წინყურება, განვითარება, გამრავლება და ასე შემდეგ. და ისიც ვთქვით, რომ პრინციპში რელიგიური კონცეფციები ამას ემსახურება, რომ ადამიანი აი აქ დაიმეჭოს ხო თავის თავთან. ხო და აი ავიღოთ ყველაზე პოპულარული წესთა კრებული 10 მცნება დაუშვათ ხო, რომლითაც უამრავი თაობა არის გაზრდილი. ხო და აი 10 მცნებაში რა იდეებიც არის ეგ პიროვნების სამართავად არის, მასების სამართავად არის თუ აი ენერგიის სამართავად, რომელიც ვართ. გამშვიდებს. ეგაც ცნებას დაიცავ და დამშვიდდა. ხო? ყველაფერს რო გვამშვიდები. ნახდა. განჯი არ განიჯები და რავი, ყველაფერი იქითკენ ვიყავ, რომ ოპ, აქ დაახლა იყოს იმშვიდეში. ანუ აი უფალმა მოდი და დაგამშვიდებო. ანუ სად მოდი? წარსულში ხო ვერ მიხვალ ვერც მომავალში. მოდი, ანუ აქ და ახლა აწმყოში და აქ რომ მოდი ხარ მართლა მშვიდდები. მაგრამ ვერ ჩერდები, გამორბი ხარ, რაღაც დაგაინტერესდა გამოიქცეს ისე ხაოსში ხარ ხო და აქ სულ როგორ დავჩიო და იმიტომ ამ წოში რომ ხარ რომ დამშვიდები, იმიტომ იყოს ნება შენი, ჩემი არაო და აი რაღაც ხდება და დგამ და ხარ მე სულ აქ. რაც არ გინდა მითხრა, სიტყვაშია შენი თელი ინფორმაცია შეიცავს, თორე ტერიტორიულად ვაფშერსად არაფერი არ არის. ხოლო სიტყვაშია მანძილი 5 წუთის უკან სიტყვაშია 10 წლის უკან 3000. ხოლო სიტყვაში რეალურად არ არის და არც არასოდეს არ იყო. ყოველთვის თუ რამე ხდება მარტო სიტყვაში, საუბარში, რეალურად არაფერი ხდება. მაგრამ ეგ რო გაიგო მაგისთვის ძალიან ბევრი უნდა იშრომო საკუთარ თავზე და ეს შრომა უნდა იყოს ყოველდღიური და აუცილებლად რა მდგომარეობაზეც არ უნდა მიხვიდე, ეს მდგომარეობა არ უნდა დაიჯერო. უნდა იშრომო შრომის გარეშე და აი პრაქტიკის გარეშე არ გამოვა და დღეს თუ სიტყვაზე რაღაც ტექნიკას აკეთებ 2 თვე და მე სამი თვე სხვა რაღაცას და მე სხვა რაღაც კიდე უერესად მდგომარეობს. ამიტომ ჯობია რომ ერთი ტექნიკა აარჩიო და ბოლომდე გადი რა. მე მორჩები მე აი ამას ჭირდება თავისი კეისარს კეისრისა. ამას რაღაცა თავისი სისტემა ჭირდება, რომელშიც უნდა მოექცეს. სისტემის გარეშე უბრალოდ შეუძლებელია მაგ მდგომარეობაში. კაი, კაცობრების კიდე ერთი უსაყვარლესი კონცეფცია და გავჩუნდები სოფიკოს. ვინ არ გაჩუნდები ეს? ვინ არიან ეს ანგელოზები და დემონები? ხანამდე რამეს რო ვავედრებთ და ხანამდე რამეს რო ვაბრალებთ. ანგელოზები და დემონები ვინ არიან? ბუნების კანონები, რომლითაც აი ეს ყველაფერი არის შექმნილი. უბრალოდ ჩვენ ვეძახით ვიღაცებს თეთრებს და ვიღაცებს შავებს და ვიღაცებს კარგებს და ვიღაცებს ცუდებს, მაგრამ ეს არის ძალა, ბუნების ენერგია, რომელიც უზრუნველყოფს ბალანსს, რომელიც ამ სამყაროში არის.
ანუ რეალური მოკარნახებად შემილია წარმოვიდგინოთ თუ ისევ ჩემი გონების ინტერპრეტაცია არის, როდესაც მე მაგალითად რაღაცას მიდასტურებს, რომ სწორად ვიქცევი ან კარგი გოგოა. შეფასება უყურე, ყველაფერი დემონები, ანგელოზები, სულ ყველაფერი არის პერსონაჟები. აუცილებელია რომ ეს ცხოვრება, ეს თამაში შედგეს. თამაშის პერსონაჟები არიან დემონებიც და ანგელოზებიც. რომ არ შეაფასო, ხო ისედაც იცი რომელია კარგი და რომელიც ცუდი. მე აიწაღა მე შეფასებები იწყება და შეფასებებს მიყვება და ფანტაზია და სადღაც და სისულელებში და ფანატიზმამდე მივიდა. ჯოჯოხეთიცა და 60-ცა. მხოლოდ სცენარიაში წერია, რეალობაში არც ერთი არსებობს და არც მეორე. სიკეთე და ბოროტება არ არსებობს, ეს ერთი არის. ვერ გაყოფ. თუ გაყავი მაშინ არ გამო. ვერ გაყოფი, მეორე სად უნდა წაიღო? რო გაყავი, აი გაყე ბოროტობა გამოვე სიკეთისგან. აი სად უნდა წაიღო? ისევ შენში რჩება, ეგრე არ არის. არაჯობია გაერთიანო და გაანულო. რო გაერთიანო განულდება. უსაზღვროა სივრცე, ვერც ვერაფერს ახალ შემოიტან და ვერც ვერაფერს ძველს ვერ გადაარგე. რაც რამეა, ყველაფერი ერთ ქვაბში იხარშება. ვსიო უნდა მიიღო ყველაფერი ისეთი როგორიც არის. შეფასები იგივე. იცოდენ ან ვიღაცა ძველ კულტურებმა ესეთი რაღაცეები უკვე მოხდა ჩვენ პლანეტაზე? იცოდნენ თუ ეს სამყარო როგორ მუშაობდა და ეს მოდები არის აღწერი რა და ხო დაკვირვება დანახვადია, აღწერადი არის ეს ყველაფერი. კალი უყურე, ჩვენ კალიუგა გვეცა და ვერ ხედავთ. უყურე, აი ხლა ვართ აქა. აქა ვართ ეხლა, ის სულ ყველა მთელი კაცობრიობა ვართ აქა. და ეს არის თქვა შევფუთეთ აი 21 საუკუნე და როგორც არის ხო ეხლა ეს ნენელა ხო მიდის ესა ხო წაუყურე რაღაც გავა მილიონი წლები რაღაცები დატრიალდება და ეს მომენტი ისევ იქნება აი აქ ისევ ცოტა რაღაც დეცელი იქნება რაღაცა იქნება შეიძლება შეკაკარიდოს და აკეთებდეს მაინც რაღაც სხვაობა იქნება ეს ყველაფერი თვითონ დატრიალდება და ისევ ვიჯდებით ისევ ვისაუბრებ აქ ეს ეგრეც უნდა იყოს ხო და სიკვდილის რა სიკვდილი გინ არ არსებობს სიკვდილი. ხო და არ არსებობს არაფერი კვდება, არაფერი. და სხეულიც არ აკვდება, არა, იშლება. სხეული არის აწყობილი, როგორც არის აწყობილი, ისევე დაიშლება, სად უნდა მოგდეს? რავი, სად უნდა? საწავა. რაღაცაში ხომ მოგდება. და ის რაც დარჩება, ის საწავა, ანუ გარდაცვალება სიტყვა არის ერთ-ერთი ზუსტად გარდაცვალება. ანუ ადგილი შეცვლა. სიკვდილი არ არსებობს. გარდაცვალება. ვერ გაქრება. ეს გარდაქმნა ხდება. ყველაფერი გარდაქმნა, არაფერი მთავრდება. არაფერი დაწყებულა და არაფერი მთავრდება. ცოტახანი არ გარდავიქ. ალექს, ჩვენ მილიონი წლის მერე რო ისევ აკვიჩდებით და ეს მომენტი რო განმეორდება. ხო, როგორც ინფორმაცია ეხლა დააკვირდა, ვინ ჩვენ, აი, იმიტომ არის, უყურე, ვინ ჩვენ ეს ხო სხეული რა არის? სიტყვა ხორჩესმული, სიტყვა სულ არის. თავდაპირველად სიტყვა იყო სიტყვა რომელიც კონდა და თვითონ ღმერთი სიტყვა იყო, სიტყვაობა, მეტყველება, ფიქრები და აზროვნება მარადიულია. სულ არის. სულიც ხო? სულით სიტყვა. სულ. ხო, სულ არის. სიტყვა, ყველა სიტყვაში თვითონ უყურეთ დრაკის სიტყვა ღმერთი იყო, значит ყველა სიტყვა ნათქვამი, რომელიც უცხალია ღმერთია ყველა სიტყვაში. ხო. მოგეთ მე მიუხედავად იმისა, რომ შემიძლია ხვალ ვიდეოები აკვირდეთ ჩვენ და არ დავსრულდეთ, როგორც ჩვენ ვიტყოდით და დამშვიდდი. ამბით, თუმცა მაინც უნდა დავამთავროთ ჩვენი ეპიზოდი. არ ვიცი ახლა მე ლამაზად სიტყვებში რას როგორ ჩავატევ, მაგრამ ერთი რაღაც ვიცი ნამდვილად, რომ ის შეგრძნება ახლა რაც მაქვს, ნამდვილად გავს ბედნიერების რაღაც ახლის აღმოჩენის და მადლიერების შეგრძნებას, ნამდვილად ამას ეხა ego მატყუებს თუ ჩემი შინაგანი იშმაკები შეგვიძლია. მე გამოჩნდა. ხო, მოიჩქარა. კიდე აი შეფასება და აი ხო, შეფასებას მოგეთებ. არ ვიცი, ძალიან დიდი მადლობა სამყაროსაც და ყველაფერს იმისთვის, რაც დღეს მოვისმინე. თქვენ მადლობა უღმესი. მადლობა სივრცე 13-ს, რომ ამ შეხვედრის შესაძლებლობა მოგცა. სივრცე 13 არის ტრენინგების და პოდკასტების სივრცე, ასევე ძალიან დიდი მადლობა ბიბლუს, რომელიც არის ეპიზოდის სპონსორი და თქვენ იმისთვის, რომ გვიყურებდით და იმედია, რომ კიდე შევხვდებით. ხო? შეხვედრილები ვართ. სულ შეხვედრილები ვართ, ხო, დაიშალე. მადლობა. როგორც მე ვერ წავშლი ჩემი ხსერებაში, ვერ ჩემ წამში. ანუ სულ შეხვედრილები ვართ. პროსტო თვითონ სიტუაცია მოვლენის გავიშილებ და კიდევ ჩავიწერე და ეგრე ხდება თავის. არი ფიქრო შენ და თავის მოვაფიქრები, უკვე გამზადებული. ფიქრები უკვე გამზადებული. ეგრე არ არის.
просто გამზადებული მოდის ფიქრები და შენ უბრალოდ არჩევანს აკეთებ. თორე თვითონ ფიქრები შენ არ აი დააკვირდი. ნო, აი და არა უშავ ნელ-ნელა. აი იმიტომ არის 3-4 დღიანი რიტრიტებზე რომ დადვერთხონ. აი როცა აქ ავიხარ, ეს თან ისეთი არის რომ არ გაგიშვებს, არც მომარდა, სუგიჯიკებო, სადა ხარ, აი აქ ვარ და აი აქ რო ხარ რაღაცნაირად ეჩვევი ამას. და თუ მეჩვი და დამკვიდრდი, ხო ეგ არის მთავარი. მე ალექსი არ გჭირდება, არავინ გჭირდება, იმიტომ რომ შენ ხარ. просто ეს როიგარკები და მე ცოტა დაგიჭერნა, ანუ გონება უნდა დავაბათ აქა და всё. დავაჭერო. ო, მე აღარავინ გჭირდება, ერთადერთი შენთვისა ის რა ქვია, ლიდერი თუ რა ის უნდა იყოს შენი არსი ხო. მხოლოდ მაშინ ხარ თავისუფალი. თორე თუ ვიღაცამ რაღაცა გითხრა, ჩამოგიწერა და ისე იქცევი, შენი თავისუფლება არ არის. ხო. ხო, აქ შენი და აი ყველას ინდივიდუალურად პოულობს ყველა ამ გზას და ყველა არის ერთადერთი ავტორიტეტი არის შენი არსი რა. ბოლოს აი მადუნა გადა. თავიდან მანამ იხმარ, გეხმარებიანო შენ არსამდე იპოვო. ხო. ყველას ის აი ცოტა ის გააკეთე. ცოტა იმიტომ არის მეორე ქრისტე არ გაჩენილა. მეორე ბუდაც არ შემდგარა. არც მეორე ოშო. მეორე მინახა არ არის. ყველა ინდივიდუალურად თავის გამოცდილებას ხვება და ეგეთი ვერასოდეს ვერ გახდები. შენ არასოდეს უნდა წარმოიდგინო რომ ბუდა ვიყო, ვიღაცა ვიყო. მიხვდი? ნო, მაგრამ შეიძლება დაგეხმაროს, იმიტომ იმას გამოცდილება აქვს, იმას ისე და იმას გამოიყენებ და აქ მე შენი ინდივიდუალი ყველა აი ადამიანი არის ინდივიდუალური ძალიან ლამაზი აი ყვავილივით არის ყველას თავისი სუნი აქვს და ყველას თავისი სილამაზე აქვს. ხო და აი ჯგუფასი მართლა უჯგუფასი სიტყვებით დავასრულოთ, დავინახოთ ჩვენში ყვავილების შეფასება. კი ბატონო, ეგრეც არის. სიყვარულია და სილამაზეა, მეტი არაფერი არის. შენი არსი არის სიყვარული და სილამაზე. აი ხო გილოცავთ. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა. დროებით. მაინც შეხვედრებით. აღარ გეკითხულობ.